გამარჯობათ. მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერშია თოქ-შოუ პრეს-პრესის მორიგი გამოშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ იხილავთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და ვერ მოისმენთ მათ ერთნაირ შეხედულებებს. მით უმეტეს, რომ ჩვენი დღევანდელი ასე ვთქვათ, გასაპრესი ობიექტი ისეთი ადამიანია, რომლის გარშემოც არ ტყდება მითქმა-მოთქმა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რომელმაც ძალიან ხანმოკლე დროში არნახულ წარმატებას მიაღწია და დააგროვა ფანებისა და გულშემატკივრების და ასევე მოწინააღმდეგების უზარმაზარი არმია. სწორედ ამიტომ ამ ადამიანმა უარი თქვა სატელევიზიო პრომოუშენზე, მოტივირებით, რომ მას მობეზრდა უაზროდ თავის მართლება. ამ და სხვა მის ცხოვრებასთან და არამხოლოდ ცხოვრებასთან, არამედ შემოქმედებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე დღეს გაგცემს პასუხს ლექსენი. გამარჯობა, ლექსო. მე ასევე მივესალმები ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგს, ეგრეთ წოდებულ პრეს გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია ენაალესილი ადამიანებით და სწორედ ამ ადამიანებთან მოუწევს დღეს გამკლავება ქართულ რეპერს ლექსენს. ისა ლექსო, შენ როგორც ვიცი, წარმოშობით მთიული ხარ. რამდენად მძიმე ხასიათი გაქვს, შეძლებ თუ არა ჟურნალისტებთან გამკლავებას და საერთოდ გეშინია? შეში ვერ იხსნის სიკვდილსაც ოფიარ აღნიშნულო. მოკლედ სანამ პირდაპირ საქმეზე გადავიდოდეთ, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ არის ჩვენი სტუმარი და მინი დოსიე პრეს-პრესის ეთერში. ლექსენი, იგივე ლექსო ხავთარაძე. დაიბადა თბილისში 1991 წლის 18 ივლისს. მეოთხე ქართულ გიმნაზიაში სწავლის დროს იყო ჰუმანიტარული საგნების მოყვარული ნორმალური მოსწრების მოსწავლე. ბავშვობიდანვე ინტერესით და მონდომებით უსმენდა რეპს. 1998 წელს სწავლა დაიწყო სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია სოციოლოგიის ფაკულტეტზე კულტუროლოგიის განხრით. ამჟამად მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია. პარალელურად 2001 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც დაიწყო ხელოვნებათმცოდნის პროფესიის შესწავლა. აქ შთამბეჭდავი სპორტული წარსული. 9 წლის მანძილზე ეუფლებოდა კიოკუშინ კარატეს. სამჯერ აქვს მოპოვებული გამარჯვება ტურნირებში. ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სტუდენტობის პერიოდში დაწერა თავისი პირველი სიმღერა. 2000 წელს გადაწყვიტა რადიოში მიეტანა სიმღერა არ თქვა უარი, რომელმაც პირველი წარმატება მოუტანა. ამის შემდეგ უფრო მეტ დროს უთმობს თავის გატაცებას და ინტენსიურად იწყებს სიმღერების და ტექსტების წერას. 2002 წელს ის შეამჩნიეს. ამ პერიოდიდან მუშაობს პროდიუსერთან ერთად. გამოშვებული აქვს 1 ალბომი, გააჩნია 6 ვიდეოკლიპი. ფესტივალ მეგაზე დაიმსახურა წლის საუკეთესო რეპერის წოდება. აქტიურად წერს ლექსებს, აპირებს კრებულის გამოცემას. არის მიზანდასახული ადამიანი, უყვარს კითხვა, ავტომობილები და როგორც ყველა მთიულს, ხინკალი. დაოჯახებული არ არის. აი ესეთია მშრალი ქრონოლოგია. უფრო ფლად საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე თავად ჩვენი სტუმარი ისაუბრებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეს-გუნდის აქტიური დახმარებით. მე უკვე მესმის კბილების ხრჭიალი მარჯვენა ფლანგიდან, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოკლედ ბრძოლას, საუბარს, ან თუნდაც სანახაობას 8-1 წინააღმდეგ, ან 1-8 წინააღმდეგ დაწყებულად ვაცხადებ და დავიწყოთ. ვინ დაიწყებს? რაც ყველამ დაიბორცვა. რაღაც შეგვაშინა ლექსის დოსიე. კიოკუშინ კაი კარატეს. ბილეთები რო არ გამოიყენოს, ხო? ესე იგი, მოგესალმები. რადიო ფორტუნა ხატია შემოგია. იმედი მაქვს კარატეს ბილეთებს არ გამოიყენოთ. 8-1 წინააღმდეგ, ხო? ლექსო, შენ აღნიშნე მთელი კვირის განმავლობაში გადის ანონსი ამ გადაცემისა და არის ერთი ნაწილი, სადაც შენ ამბობ, რომ მე წარმატებას მივაღწიე ჩემით და მივაღწიე, იმიტომ ჩემი მსმენელის დამსახურებაა, ხო? ხომ არ ფიქრობ, რომ უმეტესი წვლილი შენი პოპულარობისა მიუძღვის შენს პროდიუსერს მამუკაღლონს და მის საკუთარ არხს სტილ სტერეოს? არა, არ გამოურიცხავ ამ მომენტს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელეპროდიუსერია ხა მაინც მამუკაღლონი, ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. რამან ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ მე უბრალოდ ესეთი რაღაც აღვნიშნე, რომ აი მსმენელმა თუ არ გაღიარებდა, მსმენელმა თუ არ შეგიყვარა, მაშინ ვინც არ გინდა გატრიალოს, მე ვფიქრობ, რომ ვერაფერს ვერ მოიტანა. მე უბრალოდ მადლობა მომუხადე ამით იმ ხალხს, რომ პოპულარობა შენთვის მოაქვს, შენი გაკეთებული პროდუქციის მერე მაინც ხალხს და მსმენელს, თორე ის რომ მამუკაღლონმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, ამას ვერ უარყოფ. მორალური უფლება არ მაქვს. შენ ასევე სანამ მამუკაღლონის და შენი ალიანსი შესდგებოდა, მღეროდი, წერდი სიმღერებს და ფორტუნა პლუსის ეთერში და ასევე სხვა რადიო ტალღებზე ტრიალებდა შენი სიმღერები, ნუ არ ქონდა ჯერ ვიდეო და ამიტომაც მხოლოდ რადიოში, ხო? ნუ ისეთი პოპულარული არ იყავი, ვთქვათ, როგორიც ეხლა ხარ. ხომ არ ფიქრობ, რომ ძალიან დიდი დოზითაც მიეწოდა მაყურებელს შენი პროდუქცია და ნუ როგორც ამბობენ, შეძახილმა ხე გაახმოო და ამიტომაც გახდი ძალიან პოპულარული.
არა, აქ სხვანაირ მომენტია, მისე ვიტყვი, ხა შეძახილმა ხე გაახმონიშნოს, როცა პირიქით გეთდება რაღაც, ანუ უარყოფით შედეგი რომ მიეღო ეხა ამას და თავიდან ეხა გეთახმები, თავიდან ის დაწყებითი პერიოდი იყო, ხა პრინციპში ამ კაღლონთან რომ მოხდა ჩემი დაკავშირება, პირველი ორი სიმღერა მქონდა ჩაწერილი, ნუ არ თქვა უარი, გაჟღერდა უკვე რაღაცა, მე იმას მოყვა გაბედი და მე მოხდა ჩემი და მამუკას თანამშრომლობა. ანუ ფაქტობრივად მე ვიყავი უკვე პირველ საფეხურზე და რაღაცა მაინც უნდა მომხდარიყო, რაღაცა ან მამუკა უნდა ყოფილიყო, ან პეტრი ან პავლე ვიღაცა უნდა ყოფილიყო და აი ეს ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. ანუ მე მაინტერესებს დიდი რაოდენობას და რაღაცა ნუ ეს თქვენი განსაჯელი ხა თქვენ თუ ესე ფიქრობთ მე ამაზე. მე მაინტერესებს შენი აზრი, შენი პროდიუსერი რომ ყოფილიყო სხვა ადამიანი, ანუ ჩვეულებრივი პროდიუსერი, ძალიან ძლიერი პროდიუსერი, როგორებიც გვყავს, ასევე, მაგრამ რომ არ ქონოდა საკუთარი ტელეარხი მუსიკალური. შენ იქნებოდი ასევე პოპულარობის პიკში, როგორც ის დღეს ხარ? საინტერესოა, ხა მაშინ ის მომენტი უნდა ყოფილიყო, ხა ძნე მიჭირს ახლა ეს პასუხი გაცემა, ხა როგორ გითხობი? არ ვიცი, ეს აი ხო ესე ფრაზა გამონათქვამი ხომ არსებობს, აი ხვალისა ხვალეზე ვიზრუ, ხვალე ვიზრუნოთ, რომ ანუ მე ახლა ვიცი დღეს რა კონკრეტული შემთხვევა მაქვს, ახლა რა არის, რა არის და აი რა იქნება და რა იქნებოდა, აი ცოტა რთული გასააზრებელია ჩემთვის. შეიძლება ყოფილიყო, შეიძლება არ ყოფილიყო ეს. ანუ ცოტა ადვილად მოვიდა შენთვის პოპულარობა სხვა მომღერლებისგან განსხვავებით, ხო? შეიძლება არ გამორიცხავ. კარგი, მადლობთ. ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი მე მინდა გავაგრძელო ეს კითხვა ანუ მოხდა რაღაც ორი რამ მოხდა პიარი და შეიძლება ითქვას რომ შავი პიარიც პიარი იყო ის რომ დიდი დოზით მიიღო მაყურებელმა შენი სიმღერები შენი კლიპები ძალიან დიდი დოზით და ეს იყო პიარი ეხლა ხდება შავი პიარი მე ესე მეჩვენება არ ვიცი შეიძლება შენ არ ეთახმი შავი პიარი იმაში მდგომარეობს რომ დღეს გამოაცხადეს რომ მაესტროს ხელმძღვანელმა გამოაცხადა რომ აი ლექსოზე არის რაღაც დევნა, ლექსოზე არის რაღაც ზეწოლა, აი ჟურნალისტებმა შექმნეს რაღაც ესეთი უარყოფითი აჟიოტაჟი, რომ ლექსოზე მეტად ლექსოს კლიპები ზედმეტად ტრიალებს და ჩვენ ავგრძალეთ ლექსოს კლიპები და ჩვენ აღარ გავუშვებთ. შემდეგ ზიან ტელეწამყვანები, მაესტროს ტელეწამყვანები და კითხულობენ მესიჯებს. ხალხი ითხოვს ლექსოს კლიპებს, ხალხს უნდა რომ ლექსოს კლიპები გავიდეს ეთერში. ანუ წავიდა მეორე მომენტი, ხო, უკვე შავი პიარი ჩვენ აღარ უშვებთ ლექსოს, მაგრამ ნახეთ ლექსო როგორი პოპულარულია, ხალხი ითხოვს მას. ეს ისევ და ისევ ესეთი ხერხი იყო შენი და პროდიუსერის ჩანაფიქრი იყო, რომ ჯერ მივაწოდოთ დიდი დოზით და შემდეგ ავგრძალოთ და ვთქვათ, რომ აი მოითხოვეთ. ჩემი მხრიდან მეც დავამატებ, რომ SMS-ები მართლა მოდიოდა. SMS-ები ძალიან ბევრ მომღერალზე მოდის, ხო, ლუკა? ალბათ არა მხოლოდ ლექსოზე. მხოლოდ ლექსოზე მოდის SMS-ები? რაც მოდის, ყველაფერს ვკითხულობთ. ლექსო, შენი აზრი მაინტერესებს. კარგი, მეორე კითხვიდან არის თუ არის პიარი და შავი პიარი? შენ როგორ ფიქრობ თვითონ ლიზა ამას? არა, მე ვთვლი რომ ეს არის ეს მომენტი. აი ძალიან ბუნებრივად, რა ვიცი, მე უბრალოდ მე ის ადამიანი არა ვარ, რომლის პოპულარობის ხარისხიც განისაზღვრება კლიპების ტრიალის სიხშირით. მე ესე ვფიქრობ ჩემს თავზე ყოველ შემთხვევაში რა და აქედან გამომდინარე ძალიან წმინდა ადამიანად მომივიდა ესეთი განწყობა და მეუფლა რომ მოდი რა არა მოხდეს ამბიცია რომ ყოველდღე ტელევიზორში ვიყო არც მინდა და არ მინდა და ეს აზრი შევთავაზე და მამუკა დამეთახ მამაში და ეს გავაკეთეთ ახლა შავი პიარია თუ თეთრი პიარია თქვენ როგორც ისინი ისე განსაჯეთ. ლექსო თუ კი შენ ჩათვალე რომ აი თუ კი ეს აღიზიანებს ვიღაცას ხო აი კერძოდ ჟურნალისტებს ადანაშაულებდით თქვენ თუ კი შენ ჩათვალე რომ ეს ძალიან დიდი დოზა იყო და ვიღაცას აღიზიანებს მაშინ გაეშვათ შენი კლიპები ზომიერად ისე როგორც ნუ აი მაგალითად დღეში 1 ან 2 კლიპი რატო ესეთი რადიკალური მერა რომ აი საერთოდ არ გავუშვებთ ლექსოს ანუ რაღაც პროტესტის ნიშანი რა არის ეს თუ არა შავი პიარი ერთი რამე თქვა ეხლა დღეს არის ფანტასტიკური შანსი სტუდია მაესტროს ეთერში ვართ მე თქვენს და გადაცემის მერე ეთერის მერე რომ ჩაიხედოთ მათ ფორმატში და გრაფიკში ანდაც და გაარკვიოთ ეს ვირადოზი ტრიალის მე ვფიქრობ რომ აი სხვა მომღერალსაც სხვა რეპერსაც რომ მიეტანა დაუშვათ პრინციპში ჩვენ ვიმუშავეთ მე შეიძლება ესე ძალიან მაღალ ნათქვამი გამომდის მაგრამ დაყოფიერეთ ანუ რაღაც გარკვეულ ერთ წელში 6 კლიპი გავაკეთე და ახალი კლიპი ტრიალებს რა ესე თავიანთი გრაფიკით მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ როგორ ტრიალებს და სხვა მომღერალსაც რომ მიეტანა გააკეთებინა ეს მე დარწმუნებული რომ იქაც ესე იქნებოდა ზუსტად რა. არა, მე უბრალოდ ვერ მივიღე პასუხი აი მკითხვის მეორე ნაწილზე. ანუ რა საჭირო იყო ეხლა ეს აკრძალვის მომენტი და ესეთი პროტესტის გამოხატვა. არ საჭიროება ამ შემთხვევაში არ არის. მე უბრალოდ თავი ვიგრძენში ძალიან ისეთ რომ ხალხს რატომაც არ მოწონს ჩემი კლიპები ესე რომ ტრიალებს და აი ეს თუ საჭიროება არაფერი თვითმიზანი ამაში არ ყოფილა რომ
აი ამის შედეგად რაღაცას უნდა მივახციოთ. არა, შენ მაინც მიაღწია ალბათ იმას, მაინც დარჩი ყურადღების ცენტრში, რომ ეხლა ჟურნალისტები წერენ იმაზე, რომ აი ეს განგებ გამოგონილი ხრიკი იყო და ეს განგებ გაკეთდა იმისთვის, რომ შემდეგ ლექსომ რაღაც დიდი აქცია მოაწყოს, ან იგივე კონცერტი და ან ნუ შეიძლება ეს ამ ხერხმა გაამართლა კიდევაც. თქვენი ფიქრია და რა ვიცი, მე ჩემი პასუხი გითხრა, თქვენ როგორც გინდათ ვერ შეგედავებით თქვენ განაცხადებაში. რეზო კაკულია ფორტუნა პლუსი მოგესალმებით ყველას. ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს ისევ ამ თემასთან დაკავშირებით, აი ეს ეგრეთ წოდებული პროტესტი, ხო? მე მაინტერესებს, როდემდე გაგრძელდება ეს პროტესტი? ანუ შენი არის ეს დათქმული არის, მე არ ვიცი ეს ვადა. ხო, ნუ ხო და მაინტერესებს, როდემდე გაგრძელდება ეს არა, კონცერტი ერთია და ტელევიზიაში კლიპების ტრიალი მეორე, რა შუაში ერთმანეთთან მე კავშირს ვერ ვხედავ და რა იქნება ის ფაქტორი? ხო, არა, რა იქნება ის ფაქტორი, რაც აი მე გიხდი შეკითხვას შეწყვეტს ამ პროტესტს და გაგრძელდება შენი კლიპების ტრიალი, კონცერტი მე მგონი არაფერ შუაში. ანუ აქ ის მომენტი, რომ უბრალოდ აბსოლუტურად აქცენტირება ხალხზე, რომ მე თუ ხალხი მაფასებს და მე თუ მსმენელს უყვარვარ, ეს გამოჩნდება კონცერტზე. ხო, კონცერტზე ხო მიდიან იმის გამო, რომ ადამიანი უყვართ. ხო, ეხლა ვინც არ გიყვარს იმის კონცერტზე, ხო არ წახვალ და აი ეს გამოჩნდება იმით, მეტი არაფერი და აქედან გამომდინარე მე ბოდიშსაც მოვუხდი ადამიანებს, ვისაც მართლა გულისხმობდა ჩემი კლიპის ნახვა და რაღაც შეიძლება იძულებით რაღაც ანუ ესე იგი კონცერტზე თუ მოვიდა ბევრი ხალხი, შენ აღადგენ კლავ შენი კლიპების ტრიალს, ესე მივხვდი. ხო, აი ამდაგორად. აი და არ მოვიდა იმდენი ხალხი, რამდენსაც შენ ელოდები თქვა კონცერტზე. ეს მაჩვენებს ესე იგი, რომ მე ესე იგი ნამდვილად არ ვარ ტრიალ ეთერში. ასე კარგი ეს ერთი შეკითხვა. დავწერ განწყობილებას და წახვალ, ხო? ნუ გისურვებ რომ გაივსოს სადაპირე კონცერტის ჩატარება. სავარაუდოდ სპორტის სასახლეში. ხო და გისურვებ რომ ზეი გაივსოს სპორტის სასახლე, მეც მოვალ რა თქმა უნდა. ცალ-თვალით მაინც შევხედა. ხო, და მეორე შეკითხვა და ამით დავამთავრებ, ახლა იგივე სოფლიოში აი შენ ხარ რეპის წარმომადგენელი, ხო? აი როგორ ვადევნი თვალყურს მე პირადად სოფლიოს მასშტაბით, აი რეპმენებს, იგივე რეპ მუსიკის წარმომადგენლებს ყოველდღურად მაგ შეხება ვისმენ მათ სიმღერებს თვალყურს ვადევნებ ტელევიზიით. აი ესეთი საერთოდ რეპში ესეთი აი მოსულა, ასე რომ ვთქვათ, აი ეს რაღაც ესეთი სასტავები, ანუ აი ძალიან მეგობრულად არიან ერთმანეთთან ეს სხვა რეპერები, იგივე ვთქვათ სნუპი და 50 Cent, Eminem, D12 თან Dujan Hiops და ვირჟაობენ ერთად თუ რაც არის, მეგობრობენ. იგივე ჩვენთანაც ვთქვათ შავი პრინცი, ღამურა, ჯოკერი რაღაც შენ თითქოს რაღაც ხარ ცალკე მარტო მდგომი და ეს ამ რეპის კანონებს მე მგონი ეწინააღმდეგება და რატო ხარ ეს განცალკევებული და რატო არ ხარ თქვა და რატო არ არის შენს გარშემო კიდევ თქვა რამოდენიმე რეპერი აი ეს მაინტერესებს იმიტომ რომ მე მგონი რეპში ესეთი მიღებულია ხო? ცოტა ხუმრობით თუ არ ვცდები მარტინ ჰაიდეგერს აქვს ნათქვამი ესეთი ფრაზა რომ მე ვარ ამ სამყაროში გადაგდებული უღმერთოდ მიტოვებული არსებაა ნუ ეს წყანებში და მე მარტო ვარ ეხლა იცი როგორ არის ეს არ ნიშნავს იმას რომ ხო არა ეს საიდან იცით ხო ნუ არ ეს არ ნიშნავს რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ის არა უბრალოდ ჩემს ახალ სიმღერაში ნახსენები სიტუ მეფელდիր და მე მეგონა რომ ხატია მაშინან რაღაცა იცოდა ეს ეხლა არ თქვა რომ ჩემი დაწერილიაო რა შეიძლება არა სიმღერაში არის გაჟღერებული ესე თქვა და მეთქი ეს სიმღერა ცნობილი საიდან ეს უცა არ გამოსულა არა მე ის კი არ გქონა მხედველობაში თქვა ჩვენ არ მეგობრობ მათთან მაგრამ არ ჩანს ეს აი არც ტელევიზიის მხრივ არც არავითარ თქვა საერთო პროექტი ამ ხალხთან მე მარტო ვაკეთებ ჩემს საქმეს და თორე მეგობრულად ასე თქვა ადამიანურად ყველას პატივს ვცემ და რაც მეტი ადამიანი გააკეთებს და მეტი მეგობრებს ერთად და მეტი ჯგუფები იქნება ეს და სურვილი არ გამოუთქვამთ შენთან თანამშრომლობის? ვაფშე ყოველ შემთხვევაში აქამდე არა და შეიძლება მე თვითონ ადამიანი ვარ ისეთი რომელსაც უბრალოდ ინდივიდუალური რაღაც ეს მახასიათებს მაგ больше вопросов не имею. Пока. მოგესალმებით ლექსო, ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. რა თქმა უნდა აზრს გავაგრძელებ იგივეს დაახლოებით. შენ ადანაშაულებ რატომღაც ჟურნალისტებს და ჩვენ გვადანაშაულებთ ამ კლიპების აგრძელებასთან დაკავშირებით. ამის მაგალითი მაქვს მე ასეთი, როდესაც ერთი კვირის წინ დაგირეკე და კითხე ამის შესახებ. ხო მიაღწიეთ ჟურნალისტებმა თქვენსასო, ხო გაიტანეთ მაინც თქვენი. მე ნამდვილად არ ვცდილვარ ამას რომ ლექსო აეკრძალა ვინმეს და მისი კლიპები შეწყვეტილიყო პირველ სტერეოზე, ნამდვილად ვაღიარებ ამას გულწრფელად. შენ თვითონ ხომ არ ხარ ამ საქმეში დამნაშავე, შენ თვითონ ხომ არ გადაუხვიე შენს კურსს, დარწმუნებული არ იყავი მე მგონი რაღაცეებში. კარგად. კონკრეტულად
აი მე მგონი მზად არიყავ იმისთვის, როდესაც მოდიხარ შოუ ბიზნესში. მზად არიყო პოპულარობისთვის. პოპულარობისთვის მე ესე ვფიქრობ. არა, მზად არიყო ამაში ერთგვარად გეთანხმებით, რომ რაღაცა მე ეს პოპულარობისთვის არ დამიწყია ჩემი საქმე, უბრალოდ რა ვიცი, მიყვარს წმინდა ადამიანურად. მე აი რა ვიცი, რეპი მიყვარს და სახში ყოველთვის უსმენი და ყოველთვის რომც არ ვიმღერებ და ეთერში კლიპი აღარ გავიდეს, მაინც ამ მუსიკას მოვსმენ. ცხრა-ხვარი რომ დამარტყან 9-ში ნომერში. მაინც რელექსებით გელაპარაკებით ველაპარაკებით. მაინც მოვსმენდა. ანუ ეს რაღაცა გამოვიწყო თავიდან რომ მე ეს არ მქონია და უბრალოდ იმდენად მრავალჯერ გაიჟღერა რომ აი ლექსენის კლიპები ტრიალებს და აი ლექსენის იცი რა არის ლექსო უკაცრავ გამომდინარე და ჟურნალისტების პირიდანაც გაჟღერებული ჟურნალისტი ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს და არ ექნება ყოველთვის ტკბილი სათქმელი ეს ამაში დარწმუნებული უნდა ყოფილიყავი როდესაც მოხვედი შენ შოუ ბიზნესში ჩემო კარგო კი ბატონო ეს თქვენის მე ხა მე თუ რაღაცა მეწყინა რაღაც ეს არა საბოლოო ჯამში რატო გვაბრალებ ჩვენ რომ ჩვენ არა ეს არა ეს კაცრად არ როგორ გეკაცროთ არ გავბრალებ მე თქვენ უბრალოდ ესეთი რაღაცას ვთქვი რომ აი ჟურნალი ხა ხომ რა ვიცი თუ კი ინტერვიუების დროს მეგობრობთ ხოლმე ხო შეიძლება მეგობრობათაც გითხარით რომ მეგობრობათ კი რა თქმა უნდა კარგი ნიკა ხაჩისა ჟურნალი ბომონდი ამ თემასთან დაკავშირებით ერთ რაღაცას დავამატებ სხვა შორის ბომონდისთვის მიცემულ ინტერვიუში ციტირებას ვაკეთებ ესეთი ფრაზა თქვი ვინც რა არ უნდა თქვა ჩემზე ყველაფერი ფეხებზე მკიდია ეს ფრაზა იყო ციტირება და აი ამის მერე თუ ყველაფერი სხვისი ნათქვამი ფეხებზე კიდია რატო გაითვალისწინე რომ რაღაც აგეკრძალა შენი მუსიკა ეთერში არა ოდესმე რა მაქვს ნათქვამი ახლა ეს ხო ძნელია არა სხვა შორის ოდესმე არა რაღაც 2 თვის წინ იყო ხო მაინც ოდესმე არა და იმიტომ რომ არა უბრალოდ ახლა მე გეტყვი ამაზე პასუხს თვითონ ჩემთვის ხო როგორც ადამიანისათვის ყველას აქვს ჩემი შინაგანი სამყაროსათვის შეიძლება არ კონდეს შეიძლება ურთიერთობაში რაღაცა ძალიან თავაზიანად კი მაგრამ გულისხმობაში გავიდე მე და თქვა ადი ერთი რეები დამიწყო ამან და ნუ გულისხმობაში დავიკიდო ფეხებზე და ეხა როცა ადამიანი რაღაცას გეკითხება ხო მე შეიძლება ის ჩემ თავში სხვანაირად მივიღო მაგრამ შენ სხვანაირად გაგზნობინო რომ კი ბატონო კარგი რახან ესე არ გინდა და მე შენ არ მოგწონვარ და ოშ არ მაფასებ შენი ნება შენი აი სხვისას ნაკლებად ითვალისწინებ. არა, ვითვალისწინებ, უბრალოდ აზრით კომპეტენტური უნდა იყოს და ამას ვაქცევ ყურადღებას რა. საღამოშტების ლექსო, ჟურნალი რეიტინგი ნინო მორგულია. მას შემდეგ რაც ლექსო გამოვიდა სცენაზე და მას შემდეგ რაც გაიხსნა დათო გოგიჩაიშვილის ღამის შოუ, შენ ხარ ნახსენები მილიონჯერ თუ მილიარდჯერ არა, ხო? თან სულ უარყოფით კონტექსტში დამცინავად, როდესაც დათო გოგიჩაიშვილი ამბობს ლექსენს, იქ უკვე მთავრდება ყველაფერი არნერი ხუმრობა ამას არ ჭირდება, ყვდება ხალხის სიცილით. შენი აზრით რატო? და კიდევ ერთი, შენ ხარ სენი და გვეხსენი ლექსენი. ესეთი ასეთმა ფრაზებმაც გაიჟღერა შენს მიმართ, ხო ნათქვამი. რა კომენტარს გააკეთებდი ამასთან დაკავშირებით? აბსოლუტურად მე ძალიან ბუნებრივად ვიმბობ, იმიტომ რომ იმ გადაცემის ფორმატიც ეს არის, იმ ადამიანის მაგრამ შენ ყველაზე მეტად გახსენებ ამას გეკითხები უფრო. არა, ესეც კარგია, ახლა სულ კარგი თუ არ უნდა თქოს ადამიანმა შენზე და ზოგმა ცუდი ხო. ანტირეკლამა უფრო დიდი რეკლამა გამოდის ამ შემთხვევაში. ხო, ახლა კომერციული თვალსაზრისით მე არ ვსაუბრობ ახლა აქ უბრალოდ მე შეკითხავს პასუხობ, რომ მეც ბევრჯერ მინახავს და მეც ბევრჯერ გამიცინია რომ მეთქივა და ეს ადამიანის საქმეა რა ახლა რა ჰაბიტუსი და გაუმეტყველებით იმ ადამიანის საქმეა ეს და ლექსენი რო ამბობს როგორც თქვენ ამბობთ, იმიტომ ამბობს რომ ეს უნდა გაეცინოს ხალხს. შეიძლება რომ ლექსენზე არ თვითონ და რომ ამბობთ უნდა ვიცინოდეთ თუ აი ვერ ხვდები უბრალოდ არა გოგიჩაიშვილის პირიდან რო ამბობს უნდა ვიცინოდეთ ესე იგი სკამი რო თქვას გოგიჩაიშვილმა ჩვენ უნდა გავიცინოთ თუ რა არა რაღაცა აზრი არ დოს უბრალოდ და ნუ აზრი არ თქვენ გამოვიტანეთ რა აზრი ვერ გამოვიტანთ თუ არ დოს აზრი უაზრობიდან აზრს ვერ გამოვიტანთ თუ არ ვიცი მე ვერ გიხარ ვინ არის რეპერი შენი აზრით ძალიან ზოგადი ფრაზაა არა ზოგადი კითხვა რეპერი არის თუფაქის მროგი დოგი არა ვინ არის არა მე არ გეკითხები პიროვნულად მე გეკითხები ჩამოაყალიბე როგორია რეპერი შენი აზრით ეტიმოლოგიური მნიშვნელობა რეპერის არა ეტიმოლოგიური არა გენეზისი ახლა მე რეპის ამას ვიგებ ჩვეულებრივი ესე ვიტყვი პირდაპირ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი აი როგორც თქვენ როგორც ლუკა როგორც სხვა ადამიანები უბრალოდ მღერის იმ სტილს და იმ ჟანრს რომელსაც ქვია რეპი და რომელიც არის რითმული მუსიკა ამ რითმულ მუსიკაზე რითმული მუსიკა და რითმული ტექსტი და აი ეს ადამიანია რეპერი მე ვერ დაგეთანხმებით რეპერი არის ადამიანი რომელიც მღერის თავის ცხოვრებაზე უბრალოდ რეპავს თავის ცხოვრებაზე და ეს ცხოვრება სხვებისთვისაც არის საინტერესო
ხო? რეპერი ჩემთვის მაინც ზანგია, რა ვქნა, ასე ვფიქრობ. ემინემს თუ ვიტყვით, ემინემი გაიზარდა ზანგებთან და ამ შემთხვევაში ეს ერთი გამონაკლისია და ჩვენ ამას აღარ ვახსენებთ, ხო? შემდეგ რომ აი ემინემი რადგან თეთრია და ის რადგან რეპერია, ლექსენი შეიძლება იყოს რეპერი, ხო? ასე არ არის. აი რამდენიმე პატარა შეკითხვას დაგისვამ და ჩემს კრიტერიუმებს გეტყვი. როდესმე თუ გიტარებია იარაღი. არა, უგრუაშვილის გამოგზავნილი არ ვარ. არა, ეთერს ვერ გავთიშავთ ნამდვილად. არა, მე რა, ხაუციმილარი იარაღი. არ გიტარებია იარაღი, ხო? ნარკოტიკებით თუ გივაჭრია როდესმე? არა. არა, ნარკოტიკები თუ გაიკეთებია? არა, მე ჯანსაღი. მაშინ რანაირი რეპერი ხარ მითხარი, ხო? ხო და აი იცი რა არის, არსებობს ტრადიცია და არსებობს ნოვაცია. და ტრადიციაში ზოგი რაღაცის ნოვაციის თქმა შეიტანო, რომ რაღაც ფორმას ეს არის აბსოლუტურად მოძველებული მოდელი, რომელიც არანაირად არ არის მოძველებული. იმიტომ რომ აი მაგალითად უახლოეს ხანებში გამოვიდა Snoop Doggy, რომელმაც განაცხადა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელ ცხოვრებას უნდა მიყოს ხელი და მარიხუანის მოწევასაც კი დაანება თავი და ასე მსგავსი რაღაცეები და ნუ ეხლა ეს ხო ინდივიდუალური არჩევანია, ეხლა ბიოლოგიურად და ფიზიკურად მე რითმი ვიღებ სიამოვნებას ეს ხო იმის გადასაწყვეტია, ეს უბრალოდ არ გამორიცხავს იმას, რომ აუცილებლობით არ არის განპირობებული ნარკომანი და ასე ვთქვათ, იარაღის მატარებელი ადამიანი რომ უნდა იყოს რეპერი, აუცილებლობით არ არის განპირობებული. აუცილებლობით არის და გეტყვით, იმიტომ რომ ყველა ჟანრის მომღერალს აქვს თავისი ცხოვრების წესი. ეს არის ეს. მაშინ გეთახმებით ეს თქვენი აზრია და არა, კი ბატონო, მაგრამ ეს ჩემი აზრი არ არის, მარტო სოფლიო შოუ ბიზნესში ხდება ესე, ხო, რეპერები არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაჭრიან 900 ჯერ, მე ემინემიც მეგობრები. რა გავალ ეთერთან აუცილებლად იარაღი. ხო, აუცილებლად დავждები. არა, ეს არის რეპი, მე ამას გულისხმობ. რეპი არის ეს და ამაზე მღერია და შენი ნათქვამი ამ შემთხვევაში, შენი რეპი არ არის ჩემთვის რეალური. ანუ ლექსო აკეთებს ამ შემთხვევაში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. არ უნდა იყოთ ნარკომანები, არ უნდა ატაროთ იარაღი, არ უნდა დაჭრათ ერთმანეთი. მეგონი ლექსო ძალიან პაციფისტი ადამიანი. დახმარება არ სჭირდება. ლუკას აზრი იყო და თქვენი აზრია და მე უბრალოდ მე მაქვს ჩემი პოზიცია, თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში. არა, კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩემი აზრი და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ როკერებს თავისი როკერი არ შეიძლება იყოს ჯანსაღი ცხოვრების მომხრე. აი ესეა, ესე ხდება, ეს ყოველთვის ესეა და ამას ვერ გადაუხოთ ვერანაირად. ამიტომ არ მიმაჩნი ხარ რეპერად. აი ამას არის მეორე მომენტი კიდე, ნუ ქვეყანას გააჩნდა და კულტურას. ესე იგი ნინოს აზრით რეპერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არის ნარკომანი. არა, ნარკომანი არა, უბრალოდ ეს არის მათი ცხოვრების წესი და ამასზე რეპავენ ისინი და ამით არიან ისინი საინტერესოები. 50 cent ჩემთვის იმიტომაც არის საინტერესო, ის 9 ჯერ იყო დაჭრილი. და არა მარტო იმიტომ, რომ ის რამდენიმე სიტყვას ერთმანეთს გადააბამს. აი ამაზე მოგხსოვთ. მოყევი. ლექსო. ფილოსოფია და რეპი არის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რამ, ხო? თუ არ მეთანხმობთ? არა, მე ვიტყვი აბსოლუტურად სინთეზში. სინთეზშია, არა, ქუჩის ფილოსოფია და ქუჩის ცხოვრების ფილოსოფია კი ისევ იმ კითხვიდან გამომდინარე. მაგრამ როდესაც ადამიანი კითხულობს ლაოძის და ოდეძინს, მას უფრო მეტი მიზანი უნდა ქონდეს ცხოვრებაში, ვიდრე ის, რომ მისი კლიპები მაესტროზე ან სხვა არხზე ტრიალებდეს და რაღაც მარტივ ტექსტებს წერდეს და ესე აწოდებდეს თავის მსმენელს. მე მგონი უფრო დიდი მიზანი უნდა ქონდეს ჩემი აზრით. ახლა მიზნებზე საუბარი სხვა არის. ახლა მე რა მიზანი მაქვს, ეს ჩემთვის დავიტოვებ ამის უყურებს მომწევთ იმედი. კი ბატონო. მე რა მიზნები მაქვს? პასუხგაუწებელი დარჩება. არა, მე გავეცი პასუხი შეძლებს დაგვარად როგორც იმიტომ რომ რაზექ იგივე უნდა გავცეთ, ამიტომ მადლობთ. შეიძლება რამოს ხატეში სტუდია მაესტრო. პირველ რიგში მინდა რომ გავანეიტრალო ვაპირებ რომ მაგრად გაგპრესო ცოტა ხანში, მაგრამ ჯერ შენ მხარეს დავიჭერი გოგი ჩაიშვილთან დაკავშირებით რომ ლაპარაკობდით გამიშოუს და სკამზე რო იხუმრო ძალიან მაგარი ხუმრობა რო გაარტყა 10 ჯერ მე-11 უბრალოდ სკამს რო იტყვი აუცილებლად გაგეცინებ. ეხლა ისევ მინდა დაუბრუნო შენ პროტესტს. წეგან შენ თქვი რომ შენ ხარ მუსიკოსი რომელსაც არ ჭირდება რომ ხშირად იყოს ეთერში ისედაც თავის ეს მე ერთ მაგალითს მოგიყვან უბრალოდ არის ესეთი ძალიან ცნობილი ლეგენდარული მუსიკოსი ერიკ კლაპტონი რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა ჩავარდნა. ნუ გადავარდა ნარკოტიკებში, ალკოჰოლში ასე შემდეგ და დაივიწყა ხალხმა. და მე დაჭირდა 2 წელი თუ 3 წელი ვიღაცებთან, სხვებთან ერთად გამოდიოდა კონცერტებზე, რუსებს ხალხისთვის თავი შეეხსენებინა. ეს დაჭირდა ერიკ კლაპტონს.
მე არა ხო მიხდი რასაც გიკითხები. მე გეუბნები შენ არ გეშინია რომ აი რაღაც პერიოდი გავა და უბრალოდ ხალხს დაავიწყდები. და მე ჩაატარებ კონცერტს და აღმოაჩინე რომ მოვიდა ერთი კაცი მარტო ან ორი. არ გისურვებ რა თქმა უნდა ამას, მაგრამ თან საქართველოში ვარსკვლავები როგორც მალე ინთებიან, ასევე მალე ხრებიან ხო? წესით და რიგით. ეს გასაგებია და ეს უბრალოდ ამას დრო გაჩვენებს და რა ვიცი ახლა წინასწარ ახლა არ ვფიქრობ ამაზე რომ აი გაიგოს და დავავიწყდები მსმენელს და მგონი მე ისეთ რაღაცა ისე უნდა გავაკეთო სწორედ და იმიტომ უნდა ვიყო კარგი და მსმენელს მოვეწონდო რომ ყოველთვის ვაკეთო ისეთი რაღაცა და დავრჩე და ახლა ესეთი რაღაც კლიპების აკრძალვით და იმით თუ ადამიანებს დავავიწყდები ეს უკვე სხვა საკითხია და სხვა საქმეა ხო მე ამას არ ვუყურებ ამ კონკრეტულ ესე იგი დასავიწყებელი ხარ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას არ ვუყურებ არ ვფიქრობ რომ დავავიწყდები ანუ ჩემს საქმეს ვაკეთებ ისე და შეიძლება ისე სხვანაირი რამე გავაკეთო აბსოლუტურად ქუჩაში გამოვიდე რამე სხვა მივიმღერო შეიძლება ხო ეს წინასწარ ხო და შორს ხედავ მე აი ამ იმას ჯერ ხო არა ხა იმ ეტაპზე რომ ესე იყოს ახლა დავიერკლოპონამდე მივიდე ჯერ გავიგე და კიდე ერთი შეკითხვა უბრალოდ ისე იმავე საკითხზე ძალიან მეუცნაურა არის ეს სიტყვა არსებობს მეუცნაურა ეს ფორმა ხო ძალიან მეუცნაურა ის რომ შენ ესეთი პროტესტი გამოხატე ჯერ ერთი იმიტომ რომ რამდენიმე ჟურნალისტმა გითხრა რომ შენი კლიპები ძალიან ხშირად ტრიალებსო და ამიტომ პროტესტი გამოხატე უცბად და მორჩა აღარ მინდა არც ერთ კლიპს აღარ გავუშვებ და ცოტა რაღაც კომპლექსის ამბავი ხო არ არის ხო არ დამა კომპლექსა რამე? ხო, აი ვთქვათ, აი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთი ადამიანი რაღაცას ეტყვის და უკვე იმის გავლენის ქვეშ ექცევა და გონია რომ მორჩა. იქნებ შენი მიტა ხო არ თქვენ ყველაფერზე უარი რომ უბრალოდ დიდი მოთხოვნა იყო ასე ვთქვათ. არა, პრინციპში შეიძლება ეხლა მე მაინც და მაინც არ მომწონს ხო რაღაც ძალიან როლექცები და ყურადღების ცენტრში და უბრალოდ შეიძლება წმინდა ადამიანური შლაგანიდან ხო რა თვალსაზრისით იყოს ეს განპირობებული რომ დაუშვათ ან რაღაცა უბრალოდ თავმოყარეობა მაქვს ისეთი რომ არ მინდა რომ უბრალოდ რაღაცა ისე ცუდით ახსენო და ცუდით ჭრალებში ხო რა თქმა უნდა რომ აი ესე ხშირად ტრიალებ და გადერილია და რაღაცა და შეიძლება ამის აქედან არის გამოწვეული. იქნება სარეკლამო ტრიუკიც იყო ერთგვარი, იმიტომ რომ ახლა ხალხი უკვე იმას ამბობს რომ აი მე რატომ არ ტრიალებს ლექსენი ეთერში და ძირითადად ამასებიდი საუბარი. მე რატომ რომ გამოდის რომ რაღაცა ჯაჭვშად პიებნება ერთმანეთი ყველაფერს ერთმანეთი და ცხოვრება რა ვქნათ მაშინ ყველაფერი უნდა დავანგრიოთ და არც არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ან ჯაჭვს ვერ გავიქცევით, იმიტომ რომ შეკითხვა აღარა მაქვს, მაგრამ ბოლოს ისევ დავაბალანსებ ამ ყველაფერს და გეტყვი რომ ძალიან ასე ვთქვათ თავისებური მუსიკოსი ხარ და გისურვებ წარმატებას. დიდი მადლობა. როდის ბრუნდები ლექსო? ეთერში, კლიპებით. 7 მაისს კონცერტზე მიღებული შედეგის შემდეგ ვნახავთ როდის დაბრუნდება ლექსენი. საშა. ლექსო, მოგესალმები, საშა კაცმანი, რადიო პროდიუსერი. ვიზიერებ შენ მისწრაფებას ლექსუსისადმი? მანქანის? ხო, მანქანის ხო. სხვათა შორის მინდოდა ეს ხაზი გამესვა. სხვათა შორის რიფმაში ლექსიკონიც ჯდება. ლექსო შეიძლება ჩაიდო მანქანაში, ის შეიძლება გამოგადგეს. რაში ვერ გავიგე? ლექსიკონი მე უბრალოდ გულისხმობ, რომ თუ საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ შენ გიყვარს მოგზაურობა, შენ გიყვარს ასე თუ ისე ლამაზი ქალბატონები და ასე შეიძლება ფრანგული ენით გააკვირო, შეიძლება გერმანული და ასე შემდეგ. მე ხა მინდა უბრალოდ მუსიკაზე გესაუბრო, რადგან მე როგორც გონია მე რა შთაბეჭდილება შემეკნა უბრალოდ რომ უბრალოდ შენ ვერ ზიხარ ამ როგორც ამბობენ ობრაში ამ რეპერის რა ჩოლო ძალიან წყნარი ძალიან ესეთი როგორ გითხრა დალაგებული მშვიდი რეპერისთვის უჩვეულოა გასაგებია თეთრი რეპერი ნუ ეხ წარმოიდგინე რომ აიღოს 50 Cent-მა სიტყვაზე ნუ ან ვიღაცა ზაგმა ბანჯო და დაუკრას country ხო აი ნუ მაგალითისთვის მოყავს უჩვეულო იქნება დამეთანხმე ხო ეხლა country ზანგი არც ერთი არ უკრავს. ორი მაგალითი იყო სულ, ეს იყო Vanilla Ice 92 წელს Ice Ice Baby იყო პირველი ზანგური, თქვათ, მუსიკა თეთრების შესრულებაში და შემდეგი იყო Eminem. ნუ Eminem მე როგორც ვფიქრობ, უკვე ჩამოყალიბებული იყო და გაშვებული იყო, აი ზუსტად ისეთივე პროდუქტს სიტყვაზე შთაბეჭდილებას მიტოვებ მე და როდესაც ჩემი კოლეგები გისვავენ ესეთ ტექნოლოგიურ კითხვებს მე მგონი ეს კითხვები შენთან არ არის, იმიტომ რომ შენ ხავ ძალიან დიდი ზურგი შენი პროდიუსერის სახით, რომელიც ასევე ფლობს მუსიკალურ ტელევიზიას,
რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მეუწვის იმაში, რომ შენ გახდე დღეს ის რაც ხარ, მაგრამ მე როგორც ვფიქრობ, ამავე დროს ეს ზურგი შენ გრჩდილავს რაღაცაში და რაღაცაში შენ გწღუდავს. აი ამაზე მინდა გესაუბრო. რამდენად შენ გიჭირს ამ ობრაზში, რომელიც შენთვის შექმნა ამ შენმა პროდიუსერმა, ამ არხმა, ბევრმა რაღაცამ გიკარნახა, ხო? მე როგორც ხვდები და ბევრ რაღაცაში გწღუდავს. შეიძლება ტანსაცმელში, შეიძლება წასვლაში, შეიძლება მოსვლაში, იმიტომ რომ შენ მუშაობ, შენ დღეს ხარ ინდუსტრიაში, შენზე კეთდება ფული. ხო? ესე ვთქვა. ხო და აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს თუ რამდენად გწღუდავს შენ ეს და რამდენად რაღაცა დარჩა სიტყვაზე ის, რაც შენ მაინც გინდა რო თქვა, მაგრამ არა გაქვს ისეთი ღია შესაძლებლობა. იმათო არა ერთი რაც პირველი შემიძლია თქვა რომ თქვენ გინდათ იმე მიხმარ ნორმალ და გეკაჩავთ და ის დავიწყო რა ქვია. არა კაჩავთ. ეს უბრალოდ რა თქმა უნდა და მოკლედ ვიპასუხებთ რომ ნამდვილად არავინ არაფერში არ მზღუდავს და მათ არის ეს მაგმა ოფილებს რა. როგორც ვატყობ, ლექსენი პროვოკაციებზე არ ეგება და იქნებ რომელმა ჟურნალისტმა მაინც მოახერხოს. რაღაცნაირად გავაგრძელებს საჩას. ლექსო, აი ახლა გისმენდი და უბრალოდ ერთი ისტორია გამახსენდა, ალბათ გეცოდინებ ესეთი ამერიკელი მწერალი იყო, მარკ ტვენი. ერთხელ მან მიიღო ესეთი წერილი. არა, შეიძლება არ იცოდი. ლექსო არ გეწყინოს. არა, ნამდვილად ეს მოხდა. წერილში იყო ერთადერთი სიტყვა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი იყო სიტყვა იდიოტი. მარტო არ დაიწყო ძებნა, ანუ ვინ გამოუგზავნა იქ რაღაც შე როგორც თქვი გაკაჩვა და რაღაცები. კაჩაობა, ხო. მარკ ტვენმა თქვა ერთი ფრაზა, რომელიც შევიდა მე არ ვიცი ანალოგებში ჟურნალისტიკის და ასე შემდეგ. თქვა ერთი ფრაზა, რომ პირველად მივიღეო წერილიო, სადაც ტექსტი არ არის და მხოლოდ ხელმოწერა. ეს იყო ესეთი კარგი პასუხი, მე მესმის რომ ეს იყო მარკ ტვენი და ძალიან შორსავთ, მაგრამ ლექსო, შენ ხარ მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, წერ ლექსებს. და აი, ბოდიში და რომ გისმენ, ხო, არა მხოლოდ დღეს და აი საერთოდ რომ გისმენი. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შენ არ გაქვს იუმორის გრძნობა. ანუ შენ კი იცინი, მაგრამ პასუხს აი ესეთი რაღაც ენამახვილობით, აი რაღაც ისეთი, ხო, როგორც უპასუხებ და კაც რო სათქმელი აღარ აქვს ისე რომ უპასუხებ, ხო? იგივე გოგი ჩაიშვილზე თუნდაც, ხო? ვერ ხედავ მე შენს პასუხებში. შრალზე კი არის, იუმორს ვერ ხედავ ვერანაირს. ყველას კი არ აქვს იუმორის ესე იგი, რეპერს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს იუმორის გრძნობას ყველაფერთან ერთად. ენამახვილიც უნდა იყოს. შენ აღიქვან ყველა რეპლიკას ძალიან სერიოზულად. აი ამის თქვა მინდოდა მე ლექსო რა. თუნდაც ჟურნალისტებისგან, თუნდაც ის რაც ხდება სხვა ტელეარხებზე, როდესაც შეიძლება დავგან ასე თქვა. ვეუბნებ ისე სერიოზულად, რომ სულ იყურები რაღაც მუსკულებზე, რომ აბა წავიდე, საქმე გაურჩიო და რაღაცა. იქნებ უფრო მსუბუქად უნდა. იქნებ ისე უნდა უპასუხო. არა, იქ სიუჟეტში ხო მციული. მციული ხარ? ანუ ეს ძალიან ოდირებულად არის ჩვენში ესეთი რაღაცები მციულებში, თორე აი ბუნები და იქ როგორ შემიძლია მციულები. არ ვიცი. ნუ უბრალოდ სასურველი იქნებოდა რომ შენ უფრო მომზადებული იყო. შენს მიმართ ვარყოფით რეპლიკას რომ გაიგონებ უბრალოდ აი მარკ ტვენივით თუ არა, ნუ მიახლოვეთ მაინც რაღაც იმორით რომ უპასუხო. უფრო კარგი იქნებოდა შენი იმიჯისთვისაც. ეხლა უფრო ჩავთვალე. თუ შეიძლება კითხვას თუ მომცემენ უფლებას, ლექსო აი ცნობილი ფაქტია. ხო, მე მგონი უკვე დროა რომ ლექსოს შემოქმედებაზე ვისაუბროთ. შემოქმედებაზე არ ვიცი. სხვა საკითხებს შევეცდებით. შემოქმედებას რაც ეხება, ლუკა არ ვიცი, შეიძლება რა გინდა რომ მე ის კითხვა დაუსვა, რაც მქონდა ჩაფიქრება. შემოქმედებაზე მე ის ვიცი, ლექსო რომ ქუჩაში დადიან ბავშვები და მღერიან ხელები მაღლა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში ხასიათისთვისა და ამახასიათებელი ამ შემთხვევაში არ არის მთავარი. ჩვენ არ გავავთ იმაზე, რომ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია და აი თავის სფეროში, ჰიპ-ჰოპში ნამდვილად რაღაც ღირსეულს აკეთებს. მე მომწონს ლექსოს სიმღერები და რატო უნდა ვილაპარაკო მის შემოქმედებაზე უარყოფით? არ მსურს, მე სხვა რაღაცაზე ვისაუბრებ, თუ შეიძლება. თუ მომცემ ამის უფლებას. ნებას გაძლევ. კითხვა მაქვს ესეთი, კოლეგები ხშირად არ გაღიარებენ, მაგრამ ეს ის კოლეგები არიან, რომელიც უფრო ესტრადას წარმოადგენენ, ხო? ანუ აი ესეთ
პოპულარ მუსიკას, რომელსაც იმ მომღერალს უბრალოდ არის, ის როგორ შეიძლება რომ ლექსენი მოგწონდეს, ხო? ვიღაცა ბიჭი გამოდის რაღაც ესეთ რაღაც ეს მუსიკა, ამას როგორ ატრიალებენ? ხშირად ამბობენ ეს მომღერლები. ნუ გასაგებია, ალბათ შენ არც გიკვირს, ხო, მათი აზრი, მაგრამ იცი რაშია უბედურება, რომ ეს რეპერები ვიც არიან, ხო, საქართველოში, ისინიც არ გაღიარებენ შენ როგორც რეპერს. ამაზე რა უნდა გითხრათ? რატომ? არა, ბუნებ მერე რა ეს რამდენი ადამიანი არის იმდენი ჭეშმარიტება რომ ყოველას თავისი მოსაზრება ზოგს მოწონხება აი ამ ადამიანებს სულ არ მოუწონვარ და ახლა უთხრა რატომ არ მოგწონვარ და რატო არ ხო არა მოდი თქვი რა რატო არ მოწონვარ რატო არ გაღიარებენ თუდაც რეპერები ქართული არა შეხვდები და მეთქე გაურჩევ საქმეს შეხვდები და არ ვკითხავ რატო არ მაგიარებ შეიძლება იცი რაშია არ ვიცი ეს იქნებ ცდები ისინი ამბობენ რომ აი ჩვენ რეპერები ვართ ჩვენ ცუდი ბიჭები ვართ ლექსო არის კარგი ბიჭი. ეს შეიძლება რაღაც ნინოს კითხვას გავდეს, მაგრამ არ ვიცი, კარგი ბიჭი ხარ ხო ლექსო? კარგი ვარ იმას ნუიტყვი თავს დაუწებ ქებას და კარგი ჩვენს მოკაცოლებაც ცუდი არ თავის დედას. მოდი ლექსო შეკრებული გამოვცეთ ჩემია საპოეტო და მუსიკას იქნებ თავი დავალებოთ მაშინ. შეიძლება მოვა. მადლობ. შეიძლება ლალი. რაღაცნაირად საშას თემას გავაგრძელებ. როდესაც გამოჩნდი შენ პირველად ლექსო და შემოარღვია ჩვენი სახლები, ასე ვთქვათ, და დაიფყარი მავანთა გულები. დავინტერესდი ცხადია შენით და როდესაც მოვაგროვე ინფორმაცია, ყველამ აბსოლუტურად დადებითი შეფასება მოგვცა, რომ არის ერთი მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული ბიჭი, მაგრამ იმას, რასაც მისი პროდიუსერი მამუკა გლონტი უკეთებს, მას ეს არ ჭირდება არაფერში. აი შენ ამაზე რა კომენტარი გაქვს? მართლაც ასეა? ანუ რასაც უკეთებს, წარმოაჩინა კლიპები, გადაუღო სიმღერები, ჩაუწერა, 100 ატრიალებს, არის ერთი ამბავი და ალბათ ეს მამუკას ეს არის საქმე ახლა. ანუ ანტირეკლამას უკეთებს ამ შემთხვევაში? აი არ ვიცი, ასეთი ხმა, ესეც გავიგე. ანტირეკლამას თუ ზედმეტ რეკლამას? არა, ზედმეტს არა, ალბათ ანტირეკლამას. ხა ეს შეიძლება მამუკას ალბათ სუდზეც მიუთითებდეს, ესე იგი რომ თვითონაც სუდ. მე არ ვიცი, შენ თვითონ რა კომენტარი გაქვს ამასთან და ეთანხმები თუ არა მას? აი რაღაც ჩინაგანად მოგწონს თუ არა? არ ვიცი. ჩვენ ისედაც ძალიან ადამიანურად კარგი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერს აი ესე დიალოგურად ვსჯელობთ ხოლმე, მე დასვნა გამოგვაქვს და აქ არ არის რაღაცა იძულება და აუცილებლობა და შენეს და ხელ. ისე თავს მოხვეული შენთვის არაფერი არ არის. აბსოლუტურად. შეთანხმებული თანამშრომლობა. კი რა თქმა უნდა. კაიჩი. ლექსო, ვერაფრის დიდებით ვერ დაგიჯერებ, რომ შენ არ მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. გთხოვ დამიტოვო ეს პრეროგატივა. მე იმიტომ რომ ადამიანი ვისაც არ უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, უკვე დროის ესეთ მოკლე მონაკვეთში 7 კლიპი არ ექნება, საკონცერტო იქნება თუ ისე, ხო? კარგი, ეს თემა ცალკე დავდოთ. ეხლა გისმენ პირველად და ნუ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვე, ძალიან კაი ბიჭი ხარ, სასიამოვნო მოსაუბრე და იცი რა არის ეს რეკლამა, რომელიც კონცერტს უძღვის წინ, რატომღაც მიკვირს შენგან, რატო დათანხმდე? ძალიან დიდი ბოდიში მე ცოტა მეგოიმაკიდევაც მივხვდი აი როდესაც აიკრძალა შენი კლიპები მე გაიჟღერა რომ 7 მაისის კონცერტი უნდა კონდეს მე გაიჟღერა რომ იყო ინფორმატორი სადაც 35 მომღერალი გამოდიდა და ნუ ლექსოზი დაინგრა ქვეყანი და აი ამით მაყურებელი გადაწყვიტავს თუ მოვა ხალხი კონცერტზე მაშინ ლექსო მივხვდი რაღაცა აი შენ აი ახლა რო გისმენ ხო აი მაშინ კიდე მივიღე და ახლა მიკვირს რატო დათანხმდი ამას იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი ტიპი ხარ და ლელა ტურწუმიამაც გადავსო სპორტის სასახლე და დათო ხუჯაძემაც და მათ არ დაჭიროებიათ აი ესეთი ფიარი და აი რატომ აი რა არ არის შენი პროდიუსერი შენში დარწმუნებული თუ რატომ გაქვთ ესეთი დიდი შიში რომ ხალხი არ მოვა კონცერტზე რა საჭირო არ გჭირდება ხო თუ შიშია რა ვიცი მაგრამ გეტყვი პრინციპში აი ყოველი დღე რო თენდება ხო სხვა არის აი დღევანდელი დღე სხვანაირი ხვანდელი დღე სხვანაირი გათენდება განადილის თვალსაზრისით რო გათენდება უბრალოდ რაღაც სხვა რაღაცები მოხდება ამბები და ეს წინადღით ბავშვად ეს გადაწყვეტილება მქონდა მე მოვიფიქრე მოდი მაგრამ კონცერტს ჩავატარებ იმიტომ რომ ეს რაღაცა ეს ლიანდაი არ გქონია აი ამას ვამბობ რომ ესე წავიდე და ისე წავიდე ანუ მოდი მაგრამ კონცერტს ჩავატარებ და თუ უყარვა ხავს უყარავ თუ არ უყარვა არ უყარვა და აი ეს ანუ იქ რაღაცა აჟიოტაჟი და მაჟიოტაჟი ხარ მე ეს არ ვიცი ზოგჯერ ამერს უყურებ ხოლმე ტელევიზორს და ვერც ხო აი რაღაცა მე ცოტა უადგილოდ მეჩვენება და უდროოთ იმიტომ რომ აი ლუკამაც აღნიშნა რომ მოდის ხო ეს ამის ეგეც შენ ხალხს უყარ ხარ
და ვისი აზრი იყო, მაინტერესებს რომ აი ლექსო ძალიან დიდი დოზით მივიღე და ვის გაუწიე ანგარიში. აი ეს არ გაინტერესებს კონკრეტულად. ხო, რაღაცა ვერ დავაკავშირე ერთმანეთს. ხო, აი მე მაინც ისევ იმ კონცერტს უკავშირებდა. მე ვფიქრობ რომ არ იყო საჭირო. დღესდღეობით შენ მართლა ძალიან პოპულარული ხარ. აი თქვათ რაც სახეს დაემართე ხა 5 წლის მერე რო გაგეკეთებია კონცერტი შეიძლება მართლა დაგჭიროებოდა და ეხლა ხო არ გჭირდება შენ ხო იცი ისედაც რომ მოვა ხალხი და რაღაცნაირი ფიარი იყო გაურკვეველი ხო? გაუშვით მიდაში და არის მაესტრო. უკვე შეცვალე გადაწყვეტილება ლექსო. ნუ მოშენ და შენ მოგწონს ეს პერიოდი ამ კონცერტის? აი არანაირი რეაქცია არ მქონია არც იმაზე, აი ეს გულახდილად რო გითხრა მეგობრულად რომ აი რაღაცა ან ჩემი კლიპი არ ტრიალებს ან რაღაცა პირიქით არა ცუდი იყო ერთგვარად პირიქით ახლა მაგას ვერ არა ცუდი იყო რატო იცი რომ აი რომ მირეკავდნენ ხოლმე რატო ატრიალებს შენი კლიპები და უბრალოდ მის იყო რა იმდენად ბევრი რეკავდა რომ ეხლა უთხარი კიდე ყველას რატო ატრიალებს და ეს და აი მიხდები აი ამან დამაფიქრა რაღაცაზე თორე ისე არ მიფიქრია რომ აი ხა დავატრიალებ მე კონცერტ ჩავატარებ მე არ დავატრიალებ პრინციპში ხო შენ პროდიუსერს იმიტომ დაუკავშირდი ზუსტად გარანტია ქონდა 100% რომ შენი კლიპები ამ არხზე იტრიალებდა ხო ფაქტია ყველა ესე იზამდა მეც რომ ყველა კლიპები ტრიალებს მე სხვების კლიპებს ხო ტრიალებს და ამიტომ რატო გიყვარს რა ტრიალებს ვერიქით გინდა რომ იტრიალოს და რატო გწალავ ამას ისევ და ისევ იმკან არა აი ხა მოდი ესე ვიტყვი მაშინ რომ არ გჯერათ და ნუ გჯერათ არა რაღაცა ლოგიკური გასაღები მინდა იცი რომ ნუ აი ამ PR-ს რომ ეს ლოგიკური გასაღები შეიძლება ჩემს ცნაურობაში იმიტომ რომ მართლა არ დავიღავი მეთქი არ მინდა რა ტრიალო მოსი შენ პროდიუსერმაც გაიზიარა მისი აზრი და იმედა ძალიან კარგი ესე იგი მე მივესალმები ამ ამბავს ხო და წეგან ლუკამ თქვა რომ მოდით ვიღაც ცოტა შემოქმედებაზე ვისაუბროთ და მე სწორედ ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს ნუ თქვათ მოვიდა ესე იგი შენ კონცერტზე ხალხი უყარხარ გადავრჩით შენ კლიპები დაბრუნდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა ხო ყველაფერი ჩაიარა კარგად ხო აი მე მაინტერესებს ამის შემდეგ შენი უახლოესი გეგმები ალბათ შენს ფანებსაც და გულშემატკივრებსაც მაინტერესებს უბრალოდ აი შენ რა გაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალ შენს იქნება კლიპები ახალი სიმღერები ალბომები თუ რა თუ ეს ყველაფერი კარგად მოხდა და შენ განაგრძე თქვათ იგივე ტრიალი და ასე შემდეგ ნუ მოღვაწეობა ამ სფეროში კი ეხლა ამ ეტაპზეც ძნელი ამაზე საუბარი რომ მეორე ალბომს თავისი დაფიქრება ჭირდება თავისი მუშაობა ჭირდება სიმღერები იმის მე კიდეც ჩავწერე ეხლა რამოდენიმე იმიტომ რომ თავში რომ მოდის რაღაცა უნდა გააკეთო დაწერო თუ გინდა ეხლა მე იმის ჟინი არ მომიყვა საკუთარ თავში და სურვილი რომ აღარ მოხვიდე შენ და აღარ დაგწერო რა ესეთი რაღაცა ვაკეთებდი და ნუ კონცერტის მერე ჩვეულებრივად ვიმუშავებთ და გავაგრძელებთ მუშაობას იმიტომ რომ ეს უბრალოდ კლიპი არ ტრიალებდა ეთერში თორე სიმღერას ისედაც ვწერდი და ისედაც და კლავაც დავწერ გთხოვთ რამაც მადლობთ რეზო მე მინდა ესეთი შეკითხვა დაგისვა აი მე მგონი შარშან იყო ეს გრემის გადაცემის ცერემონიალზე გამოვიდა ემინემი ცოცხლად იმღერა სცენაზე. შუში არ მქონდა ვერ ხურ. ხო, აი მე დაახლოებით ახლა პირდაპირ დაახლოებით გეტყვი როგორი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე რეპის დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ მართალი რო გითხრა. მაგრამ ძალიან დიდი პატივისცემის გზნობა გამიშთა ემინემის მიმართ, იმიტომ რომ გამოვიდა სცენაზე და იმხელა ენერგეტიკა წამოვიდა სცენიდან ეს ცოცხალი შესრულების, ხო და რაღაც ჯგუფი ყავდა კიდე სახელმწიფო რუთს ქვია ჯგუფს მე მგონი. ხო, რასაც ჩვენ აი მე მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ცოცხლად შესრულებასთან დაკავშირებით და შევძლებ თუ არა მე რომ აი მოვიდე შენ კონცერტზე ერთხელ და ეს ისეთივე შტაბეჭდილება თუ არა, ნუ მიახლოებით ესეთი შტაბეჭდილება დამჩეს და ვთქვა რომ ლექსენი ყოფილა ძალიან მაგარი მუსიკოსი, იმიტომ რომ ცოცხლად ესე მაგრამ უეჭველი. კონდეს ეს გარანტია. აი თამაში მინდა რომ ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდები ამ საკითხს და ეს იქნება ცოცხალი კონცერტი. ძალიან კარგი. ის დავიმახსოვრებ და მე გაგახსენებ ის თუ მოგა. მე გაგახსენებ. გასაგებია რა, ძალიან დიდი მადლობა. მეორე ერთი რაღაცა მინდა ხო, ერთი რა გამახსენდა ახლა. ყველა სიმღერა არ მინდა სიტყვა ერთფეროვანი ვახსენო, მაგრამ ყველა სიმღერა მიდის ერთ-ეგივე რიტმში, შენი სიმღერები. ანუ როცა ჩართავ კასეტას უკვე იცი როგორ რიტმში წავა რა, ტრიპ ჰოპი ქვია თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად. ანუ რიტმი ზუსტად უკვე წინასწარ იცი როგორ რიტმი იქნება. აი არა გაქვს სურვილი რომ ცოტა რიტმი შეცვალო. აი რაღაცა სხვანაირი ის გააკეთო თქვა აკუსტიკური ინსტრუმენტი შეიტანო, ან რაღაცა ნოვაცია მაინც შეიტანო მუსიკაში, რომ უფრო გახდე ესეთი ნიპრიცკაზუემა როგორ არის ქართულად. არავინ არის ეს კარგი. წინასწარ განუჭვრეტელი.
აი რეზოს უპასუხე ერთგვარად ეგ არის. ანუ ყველა ალბომს თავისი სჭირდება რა, მონახაზი, თავისი დაგეგმარება. ამ ალბომში ესე მქონდა გათვალისწინებული, რომ აი ეს ერთი ამოსუნთქვა უნდა იყოს და მე ყველანაირად აქვს ბევრ სხვა მომღერალს რეპერ შემსრულებელს, რომ სახასიათო ალბომები, ანუ მაგ აბსოლუტურად სხვა ჟღერადობა, სხვა სტილისტურადაც რაღაც ჯაზ კომპოზიციებზე დაწყობილი. ასე რომ გეთანხმები ეს არა გამორიცხული და შეიძლება მეორე ალბომშიც იყოს ესეთი რა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, გავაკეთოთ პატარა ტაიმ-აუტი, როგორც ისიც ორკვირიანი ეგრეთ წოდებული სატელევიზიო ბლოკადის შემდეგ ლექსენი პირველად სცენაზე სპორტის სასახლეში გამოჩნდა 15 აპრილს. მოდით ვნახოთ, როგორ შეხვდა მას იქ შეკრებილი საზოგადოება ადამიანს, რომლის კლიპების კარგახანი არაც ეთერში არ გასულა და ეს ყველაფერი უკომენტაროთ. Este ორი მომღერლის გარდა და პლუს ლექსენის გარდა არავის არ ქონია ისეთი აჟიოტაჟი, ისეთი პერიანშლაგი ეგრეთ წოდებული დარბაზში, როგორიც ვთქვათ, თუნდა ამ ორი დღის ჩატარებულ ღონისძიებაზე. Რომ ყოფილიყო ლექსენი რამდენიმე დღის უკან ჩატარებულ ღონისძიებაზე, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ღონისძიებაზე არ მოვიდოდა იმდენი ხალხი, რამდენი ხალხიც მოვიდა. ეთერშია პრესპრესი და მე ტენდენციურობაში რომ არ ჩამეთვალოს ყოველივე ნახს უკომენტაროდ დავტოვებ, ჯობია გადავცე სიტყვა მათ, ვისაც კითხვების დასმის პრეროგატივა აქვს და განვაგრძოთ ნიკა. ლექსო ამ კადრებიდან დავწმუნდით, რომ თინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობ და აი რამდენად მიგაჩნია სწორად, რომ შენი სიმღერების ტექსტები ძირითადად არის სექსუალურ ნებაზე აგებული, რომ აი ამ დოზით მიაწოდო მათ ანუ შენ ხარ მათი კუმირი და ისინი გბაძავენ შენ, რასაც შენ ეტყვი, ასე თუ ისე ითვალისწინებენ და აი რამდენად საჭიროა შენი აზრით, რომ ეს დომინირებდეს ეს თემა შენს ტექსტებში. ყველაში არ არის, იმ ზოგში არის, ზოგში არ. უმეტესად ესია, ხო? რამს კარგად გაგება უნდა მოხდეს და მე უბრალოდ კარგად გაგებისაკენ მოვწოდებ და მინდა რომ კარგად გაიგოს. ვაი ესე უბრალოდ ვაჩვენებ რა. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს? ვისაც როგორ უნდა ისე. მე მგონი აი დავწუნდით რომ საკმაოდ განათლებული ადამიანი ხარ და სხვა უფრო საინტერესო თემებიც არსებობს, სადაც შეიძლება რეპის აკება, ხო? და მეთანხმები ვიდრე ეს თემა. ალბათ ეს თემა იმიტოა შენს სიმღერებში პოპულარული, ასე რომ ვთქვათ, რომ კომერციაზეა გათვლილი, ხო? არა, ეხლა გეტყვით მაშინ ადამიანი არის ბიოფსიქოფიზიკური არსებაც და ეხლა სექსიც გინდა რა. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი დოზი თან თინეიჯერებს
არა, ეს მოწოდება და ის არის. აი უკვე შემდეგი სიმღერისთვის დასახელება, ხო, სექსიც გვინდა. აი არა. არა, მე არ ვთვლი ესე, მე ამას არ იყავი ის რაც ხარ, მაგრამ არ გინდა ნიღაბი, აქ ესეც არის ხელები მაღლა და რა ვიცი რაღაც. ლექსო. ხო, ბევრი თემატიკა ეხა ეს კონკრეტულად ეხა სექსი და რაღაც. და შენ ხალის მიმართ რაღაც ნათქვამი როცა არის, ხა ცუდია რომ ხალს რაღაცა. არა, ცუდი არ არის, მაგრამ შენ ერთხელ ნათქვამი გაქვს, რომ ერთხელ არა ერთხელ ნათქვამი გაქვს, რომ შენი ცხოვრების დეტალებზე აგებ ამ ტექსტებს და ეს სწორია ის რომ აი ეს თემები შენ ცხოვრებიდან კარგი იქნებოდა ნიკა რომ წამოგეღო ტექსტი დაწერილი და ხო, კარგი კონკრეტული იქნებოდა, ტექსტი ქონოდა, ხო, ამ ხო, სამწუხაროდ არა. მა თქვენ რა ადგილი გაინტერესებს მომხო. რა აზრის ხარ ლექსო ამაზე? მაგრამ შენი ცხოვრების ანუ ინტიმური დეტალები რო წარმოაჩინოს. ანუ რასაც მღერი შენ გადაახდა და უბრალოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია. ზოგიერთ რამე მე გადამხდა, ზოგიერთ რამე მინდა რომ გადამხდეს და აი ესეა რა. ნუ შენი ილუზიის ნაწილია ნახევარზე. ხო, შეიძლება რაღაცა შეიქმ პოეზია ხო ეს არის, რაღაცას ქმნი და რაღაც არ ვიცი. გასაგებია. და ცოტა ახლა თემას გადავუხო, გავიგე რომ შენ აპირებს საზღვარგარეთ წახვიდე და იქ გააგრძელო მოღვაწეობა, ხო, ესეთი ხმები გავრცელდა. და რატო გადაწყვიტე ესე შენ ფიქრობ რომ საქართველოში შენი სიტყვა თქვი უკვე მე ვფიქრობ რომ იმ დონის პოპულარული არ ახარ რომ საქართველო ამოწურო და გადახვიდე უკვე საზღვრებს გარეთ არ მიდიხარ? არა ჩემ სიტყვას ნუ დაერყნო შეიძლება შეგვიდე რომ არა მე ხომ არა არსად არ მithქვამს რომ არა სხვათა შორის მე წავიდით მივდივარ და აი ესე და ისე ხა არა მაქვს უფლება წავიდე არა გასაგებია შემოქმედებითი მხრივ დასასვენებლად მიდიხარ თუ იქ აგრძელებ კარიერის გაგრძელებას ვაჰნე გავათეროთ ახლა როდის მივდივარ ჯერ ეს არც მე არ ვიცი და რო გადაწყვიტა კონკრეტულად მე ვიტყვი უფრო დეტალურად ამის შესახებ და როგორ ფიქრობ ხო არ ამოწურე საქართველოს შენს შესაძლებლობები რომ უკვე იმაზე ფიქრობ რომ საზღვარგარეთად წახვიდე და იქაც გაითქვა სახე ამაზე არ ვფიქრობ ჯერ ანუ თუ წახვალ დასასვენებლად ხო ამაზე არ ვფიქრობ ჯერ აი ამოწურე და იქ და ამ ცოტა სერიოზული ფიქრი და დაგეგმარება სჭირდება კარგი მაშინ ესე გისურვებ რომ კარგად დაისვენო როსმენას კიდე ახალი ბევრი საინტერესო რომელიც მე სხვათა შორის მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ სიტყვაზე ამ სიუჟეტის ეხა ამ მომენტში და ჩვენც მონაწილეები ვართ ერთ-ერთი PR ტექნოლოგიის, რომელიც კეთდება. მაგრამ არ მინდა ცუდი PR მარტო ცუდს კი არ ნიშნავს. კარგსაც ნიშნავს, ნუ ჩვენც ვართ ეს დღევანდელი გადაცემაც მიზანმიმართულია და მიდის ამისაკენ. კონცერტზე ყველანი ერთად უნდა წავიდეთ თავისთავად. მე მაგ შენთან ესეთი კითხვა. ლექსო, შენი აზრი მაინტერესებს, უბრალოდ არაერთხელ თქმულა ალბათ, მოდი თქვათ, მუსიკა შენი არის ჰიპ-ჰოპი, რეპი ცოტა სხვა რაღაცას ნიშნავს. მუსიკა, რასაც ქვია, მუსიკალური მიმართულება ჰიპ-ჰოპს ნიშნავს. ეხლა მე რა მაინტერესებს, უბრალოდ საუბრობენ იმაზე, რომ კომერციამ ჰიპ-ჰოპი აი წმინდა სახის როგორიც იყო, როგორიც წარმოიშვა, ძალიან შეცვალა, ანუ ჰიპ-ჰოპი გახდა პაპსას ერთ-ერთი მიმდინარეობა, შეიქმნა ეგრეთ წოდებული შავი პაპსა. ეხლა მე მაინტერესებს შენი აზრი, რამდენად ეხლა შენ ისე დროს წამოხვედი სხვათა შორის, ეხლა მოდი ნუ ვისაუბრებ თქვა თუფაკზე და იმაზე, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიაა, თქვა მუსიკოსების, ეს იგივე Snoop Doggy შეიძლება კი გამოაცხადებს, რომ პლანს გავანებებო თავსო, ეთქობა მაგ მომენტში ჰეროინი ქონა რა მითებული და პლანი არ ჯერდებოდა მე ესე მაგრამ მე მაინტერესებს შენი აზრი, აი თქვათ, შენ თვლი რო არსებობს თქვათ ჰიპ-ჰოპური პაპსა და შენი მუსიკა საით არის უფრო გადახრილი, თქვათ, პაპსისკენ თუ აი რეპის, აი ჰიპ-ჰოპის, აი წმინდა გაგების რომელიც არსებობდა ადრე. მე ვთვლი რომ აბსოლუტურად ჰიპ-ჰოპის ფარგლებშიც და უბრალოდ დღეს თანამედროვე ეპოქაში გახდა მოსმენადი რა, იმიტომ რომ შეიცვალა ეს ადრე იყო რომ ძალიან რაღაც იქ მძიმე რითმებზე და რაღაც ნაკლებად მელოდიურ თემებზე მღეროდნენ და რაღაცა და ეხლა შეიცვალა უბრალოდ გახდა მოსმენადი და ხალხმა რო აიტაცა მე დაერქვა რომ აი შავი პაპსა თუ როგორც თქვენ თქვით რა და მე არ ვთვლი ესე რომ რაღაც ნუ შეხვა ვთქვათ ძალიან ბევრი სტუდია სადაც სიტყვაზე იწერა იგივე ტიმბერლეიკი მთლიანად შექმნილი არის ზანგების მიერ ხო სიტყვაზე მივხვდით იმისა რომ არ რეპა შეიძლება კაი მაგალითი არ მოვიყვანე მაგრამ ჰიპ-ჰოპის სპეციალისტები მიწერდნენ ადრე ჰიპ-ჰოპს დღეს ტიმბერლეიკი გახადეს ვარსკვლავად სიტყვაზე ესე ვთქვა და
აი რას ფიქრობ, რა სინთეზს ეძებ შენ თქვა, soul-თან სინთეზს ეძებ თუ გაქვს გეგმებში, აი თქვენ შენ ახალ ალბომზე თქვი და რამოდენიმე სიმღერა ჩავწერეო, ხო? აპირებ თქვა იგივე აი ეს მე გეტყვი სხვადასხვა რეპის და დაამტკიცეს მაგალითად რომ მუსიკალურად ეხა აი ესეთ ზუსტად გაზომილ ჰიპ-ჰოპში, ხო? აი ეს ბიტები, რასაც ქვია, ხო? მოქმედებენ ძალიან ძლიერი მოქმედება აქვს ფსიქიკაზე ადამიანის რა. ან ძალიან უარყოფის იწდღებს, ან ძალიან დადებს. საშუალო ემოციას არ ტოვებს. და რას აპირებ შემომავალ ალბომში? აპირებ იგივეს გაგრძელებას ამას, თუ თქვა რაღაც ახალი კიდე შემოთავაზო. ამას კიდე იქით გადავიტანო რომ რამაზის მხარი მეგონი ამის შესახებ ერთიორი და ისე ვიტყვი რომ უბრალოდ ამას უნდა დაждომა, შეგვიძლია თქვენს თუ გაინტერესებთ დავხსნით და უბრალოდ აი განსაზღვრების კუთხით რა, რომ აი როგორ გავაკეთო, რანაირად გავაკეთო, ვიფიქრო და გაკეთეს რაღაცა. ეხლა soul-თან სინთეზს ვეძებ თუ რასთან სინთეზს ვეძებ, ეს მუსიკა რომ მოდის ის გაჩვენებს რა ყველაფერს თვითონ აი მუსიკა როგორ უნდა არის, ზოგჯერ რომ ძალიან აბსოლუტურად რაღაც ერთ ტემპში მიდის მის სამღერის სულ არ გავუკეთებ სიმღერას და რაღაცნაირად გამოვა რაღაცა. ამას მონახას გავაკეთებ და მე გახდება ესე ცნობილი, იმიტომ რომ ეხლა ესე რომ ვიმჩნევ, ალბათ დილამდე უნდა ვისაუბროთ, ეხლა რა შეიძლება გავაკეთო სავარაუდოდ ახალი რა ეს. ასე რომ ეხლა ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის მაინც საინტერესო. თუ რამე ისეთ კონკრეტული შეკითხვა გვაქვს, უფრო სწრაფად დავსვათ ლექსო, აი ნახეთ სიუჟეტი გადაცემის დასრულება. კარგით, მაშინ ნახეთ სიუჟეტი, უამრავი თაყვანისმცემელი ყავს და ნუ ნახეთ ის სეგმენტი, რა თაყვანისმცემლებიც ყავს. ხო, ანუ პატარა ბავშვები. ნუ შენ საუბრობ ჰაიდეგერით, კამიუთ, კაფკათი და ჰერმან ჰესეს ციტატები მოყავს, ხო და აი მაინტერესებს აი ეს სეგმენტი რამდენად გაკმაყოფილეს, ესენი ხო ჯერ მაინც პატარები არიან 10, 12, ნუ მაქსიმუმ 14 წლის ბავშვები არიან. ხო ვერ გაქვს ამბიცია, ხო არ გაგჩენია რომ ცოტა უფრო ზრდასრულ ადამიანებზე იმუშაო და შეიქმნა თაყვანისმცემელთა ის არმია, რომელიც უფრო ინტელექტუალურია და უფრო შენთვის ახლოს მისაღები. პერიოდულად ესეც იქნება. ანუ შენი შემოქმედების გაზრდას და გამრავალფეროვნებას. მე ვფიქრობ ამ კონტინგენტს, ანუ იმ კონტინგენტს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ის აღარ დააკმაყოფილებს ესეც. მინდა დარჩეს ეს და იმდენად უფრო კარგად განვითარდეს, რომ იმანაც მოისმინოს და ცუც ვერ ხედავამაში იმანაც მოისმინოს და იმანაც ერთი პროდუქტი. და ხომ არ ფიქრობ რომ აი შენი დუეტი ახლა, ანუ ტრიო იქნება, ხო? უცნობთან და ირაკლი ჩარკვიანთან უფრო სხვა კატეგორიის მსმენელთან დაგაკავშირებს და შეიძლება ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული იყოს და უკვე გზა გაყვალული ქონდეს. ხომ არ გიფიქრი ამას და სპეციალურად ხომ არ იყო გამიზნული თქვა ეს ამახალი. რო განვავრცოთ ხატიას კითხვა, შენ თვითონ ლექსო იცნობ რა კონტინგენტი უსმენს დაუშვათ შენს მუსიკას. ნუ დავინახეთ ხა ფაქტია. შენს თაყვანისმცემლებს რა ფენაა ეს, რა წარმომადგენლ, რა სოციალური ფენის რა წარმომადგენლები არიან და რა ასაკის. ხო არა, ჩანს ეხლა ზოგიერთი მეგობრების ბებიებიც მეუბნებიან ხოლმე რომ რა კარგად ვერ ხარ. მოკლედ ეს შენ გაკმაყოფილებს რა. ისინი იმიტომ რომ შვილიშვილები უსმენ. არა, ბევრი არ ეხლა მე ვერ ვიტყვი ესე, იმიტომ რომ ჭარბად არის, ეხლა რაოდენობრივად პროცენტულად რო გავყო, რა თქმა უნდა თინეიჯერობა გისმეს და ეს ასაკი გისმეს. და შენ ეს გაკმაყოფილებს? მაკმაყოფილებს და საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ აი რადონესაც ხედავ და რა რაოდენობასაც აბსოლუტურად. და მაინტერესებს აი ზუსტად უცნობთან და ირაკლი ჩარკვიანთან ჩაწერილი სიმღერა, ხომ არ ფიქრობ რომ სპეციალურად გათვლილი ხომ არ იყო, რომ თქვა უფრო სხვა კონტინგენტს გაეცნო და უკავშირდა უფრო ინტელექტუალურ მსმენელს, ანუ ირაკლი ჩარკვიანზე მაქვს ამ წუთას აქცენტი უცნობზე და ეს გათვლებით როგორ მოქმედებს, აქ გათვლებით არ ხდება არაფერი. მე ვიცი რომ თქვენ ყველაფერს თვლით რა. არა, ყველა ადამიანი ესე არ მოქმედებს, გათვლებით ნამდვილად არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ ირაკლიმ შემოთავაზა ესეთი რაღაცა და მე რომ მოვისმინე და რომ გავიგე რა მეთქი რა ხდება, რა სიმღერა რა თემაზეა და მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან შემოქმედებითი ადამიანია. ეხლა ჩემი წინადადებით გათვალე უკვე. არა, ირაკლი ძალიან შემოქმედებითი პიროვნებაა და თვითონ ის იდეა და ის აქცია რაც ეხლა რესის სახეც ირაკლიმ ამას ვიცა თვითონ სიმღერას ამაში შევეზიარე და აბსოლუტურად თანაბარი. სხვა ფენაზე გასვლას გეგმა. კი, რა თქმა უნდა. გესურვებ წარმატება. მადლობა. თათიამ ირაკლი ახსენა და როდესაც ირაკლი ამ სტუდიაში იყო სტუმრად, მან ჩემთვის გასაოცრად დაგასახელა მისთვის მისაღებ მუსიკოსად. აი, საინტერესოა შენთვის მისაღები ვინ არის? ქართულ სივრცეში, ქართულ ესტრადას თუ დავარქილოთ ამ ყველაფერს. ეს ერთი კითხვა და მეორე. შენ ცოტა ხანში როგორც ვიცი მაგისტრატურას დაამთავრებ და აი რა ურთიერთობა გაქვს შენს პედაგოგებთან, მასწავლებლებთან, რას გეუბნებიან, გიწონებენ ამას ყველაფერს? რა შეფასებებს იღებ? რაც ლექსოს ისე ჩაეცინა, მეგონი მტკივნეულ თემაში. არა.
ეხლა რო არა, საინტერესოა მათი აზრი, რას გეუბნებიან შენ როგორც სტუდენტს ისინი. მე არ მინდა რომ ჩემი პირიდან გაიჟღერო საერთოდ ესეთმა რაღაცებმა, მაგრამ ალბათ ჟურნალისტები თქვენ ხართ და რომ მიხვიდეთ იგივე ამ პედაგოგებთან, ლექტორებთან და გაესაუბროთ. არა, შენ შეიძლება ძალიან კარგი სტუდენტი ხარ. არაჩვეულებრივი სტუდენტი ხარ, მაგრამ ისინი როგორ გაფასებენ, როგორც რეპერს. ამას გულისხმობ მე ამ შემთხვევაში. იმას რასაც შენ აკეთებ. ჩემთან საუბარში, რა ვიცი, ძალიან კარგად მაფასებდნენ და კარგი ბიჭი ხარ. ხო, ახლა არ მინდა ამის თქვა და მაიძულებს და იმიტომ გეუბნები. არ მინდა კი არა უნდა თქვა. არა, რატომ უნდა ვთქვა ახლა მე ჩემთანზე კარგი არ უნდა ვთქვა. მოკლედ თქვი ლექსო, მოსწონთ რასაც აკეთებ. რასაც მე უყურებ და ჩემთან საუბარში მოსწონთ და რაც ეხება ახლა სხვა მომღერლებს, მე აბსოლუტურად ყველას პატივს ვცემ, რომ ყველა მიცის თავისი საქმე. ტექსტები ყველაფერი აბსოლუტურად, მუსიკა, მისაღებია მათთვის. საოცარია. და კიდევ შენი შეხედულება ქართული ესტრადის როგორ შეაფასებ? აი ირაკლიმ შეგაფასა საკმაოდ მაღალ დონეზე. მე მგონი ხალხიას უთხარი მე რომ ირაკლი ძალიან შემოქმედებითი ადამიანია და ირაკლის გარდა კიდევ ვინც ქმნის ამას საერთოდ და ვინც უღერის ახლა მე ჩემ კომპეტენციაში არ შედის ვინმე გამსაჯო განა იმ გაგებით რომ აი თავს ვიკავ არ მინდა იმ ადამიანმა იცის თავის საქმე და მღერიან აკეთებენ თავის საქმეს და ეს მისასალმებელია. ცუდად სიმღერა ჯობია ცუდად სროლას და ცუდად კლას და ცუდად გინებას ჯობია ყველამ ცუდად იმღეროს ვიდრე ყველამ ცუდად მოკლას. ანუ მე ესე ვფიქრობ, რა შეიძლება ცდები ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ იმღეროს უდმა და გამოჩნდება მე ის რაოდენობრივად ვინ ბევრია, ვინ ცუდია, ვინ კარგია, დრო გაფილტრავს. თუ არა ჟურნალისტები გაფილტრავენ. ლექსო შემოქმედებას მინდა შევეხო. კითხვა მაქვს ასეთი, ვაპირებ სიმღერა, არის სოლო სიმღერა თუ დუეტი? პრინციპში დუეტია რა, დუეტის სახე აქვს და დუეტად ითვლება რა. შენ რადიოში მოიტანე ეს სიმღერა და ჩვენ როგორც სოლო სიმღერას უშვებთ, ანუ ლექსენი ვაპირებ. შემდეგ გელა გნოლიძემ გამოხატა ესეთი უკმაყოფილება, რომ ეს არისო დუეტიო და რატო ჩემი სახელი არ ფიგურირებს. არა ეს უბრალოდ ახლა გელა გნოლიძე მეტყვა მაშინ ვერ მოიცალა რაღაცა მოსულიყო. ყველაფერს თავისი დაუშვათ ეკრანზე არის დუეტის სახით, რომ გელაგნოლიძე და ლექსენ თუ ლექსენ და გელაგნოლიძე რა მნიშვნელობა აქვს ახლა რადიოში მე არ ჩავთვალე საჭიროა რომ რადიოში უნდა ამ შემთხვევაში ამ დუეტზე დუეტში ყოველთვის არის რა პირველი რომელიც არის დაუშვათ თავარი ანუ ვისი ეკუთვნის დუეტი და მე ამ დუეტში ვინ შედის მეორე ადამიანი და აქ უბრალოდ მე გადავწყვიტე წმინდა სუბიექტურად რომ რადიოში დაუშვათ არ მინდოდა რომ ესე ყოფილიყო და ტელეეთერით მინდოდა რომ ესე ყოფილიყო. ანუ შენ ჩათვალე რომ ეს სიმღერა სოლო და ამით აწყინინე შენს მეგობრებს. არა, რატო სოლო ჩვენ ერთმანეთს ვთქვით რომ დუეტია. ну ეხლაც ვერ ჩამოვაყალიბე შენ ზუსტად დუეტი. არა, უბრალოდ რადიოთი ხო არის ბევრ უცხოელ მომღერალსაც აქვს რომ აი დუეტს ხდერიან, მაგრამ ერთი ადამიანის სახელი არ ფიგურირებს და მეორესი ფიგურირებს. მეორე შეკითხვა ეხება სიმღერას ხელები მაღლა. რაზეა ეს სიმღერა? სექსი. არა, მაინტერესებს აზრი რა იყო? აი ხელები მაღლა და მაღლა. რას ნიშნავს? აი ეს წეღანაც ეს თქვი რა, რომ არაფერი ხელები მაღლა, შეშველი ხელები ცუც ნუ გავაკეთებ ნუ რაფერს. რა აქცია იყო აბსოლუტურად წმინდა ადამიანური, რომ ძალიან ცუდად აიხვა ძალიან ბევრმა და ეს ითქვა კიდევაც შენერთხელ იყავი ჩემთან სტუმრად გადაცემაში და ზუსტად მაშინ იყო ესეთი მოსაზრება, რომ კადრები არის რაღაც ფაშისტური გერმანია, ხო? იქ ჰიტლერი და რაღაც პარადები და ამ დროს ლექსენი მღერის ხელები და მაღლა, ანუ რა ასოციაცია გრჩება? ნუ ეხლა სიმღერაში ემოციური დატვირთვა აქვს უბრალოდ ხელები. ანუ ემოციური დატვირთვა იყო მოგონებები ფაშისტურ გერმანიაზე? ანუ სიტყვები ხელები მაღლა. ეძღვნება ადოლფ ჰიტლერს. სიტყვები ხელები მაღლა, ოღონდ ვიწევ შიშს. და ჩვენ გვინდა რომ ეს შეიცვალოს. ანუ ომი აღარ იყოს, ნგრევა აღარ იყოს. არის რაც იყო. ის ომის ფრაგმენტები ხო იმას მიანიშნებს, რომ აი ეს იყო და აღარ გვინდა რომ ეს განმეორდეს და უბრალოდ ხელები მაღლათი გამოვხატოთ უბრალოდ ემოცია დადებითი. უბრალოდ ძალიან ბევრმა ეს გაიგო როგორც აგიტაცია და არა ის რომ შენ თურმე გულისხმობდი რომ არ გვინდა. შენ ხო არ გითქვია, შენ ხო სიმღერაში ხო არ არის ტექსტი რომ არ გვინდა ხელები მაღლა. პირიქით იძახი ხელები მაღლა და მაღლა. ეხლა არ გვინდა ეხლა. შენ რო გეთქვა რომ შენ გულისხმობდი რომ ხელები მაღლა რომ ტაში დაუკრათ, ხო? მე კიდე გავიგებდი და ვიფიქრებდი უბრალოდ რეჟისორმა რაღაც ვერ გაიგო ზუსტად და მაგრამ შენ ამტკიცებ რომ ნამდვილად ჰაილ ჰიტლერს ვიძახოდიო, მაგრამ აი არა, ყველაფერს დეტალურად ნიშნით. თუმცა ესე დეტალურად აღარ მიუდექი მე არ ჩავთვალე რომ იქ განმარტება აი არ გვინდა რომ ესე იყოს და
რაღაც ვამჩნევ რომ ძალიან ბევრ რაღაცას არ უფიქრდები და არ აქცევ ყურადღებას და საერთოდ არ მიფიქრი ამაზე, არ მიმიქცევია ყურადღება და მე გიგვირს რომ ჩვენ ჟურნალისტები გაკრიტიკებთ და რაღაცას ვწერთ უარყოფით. ლექსო, აი ესეთი დაუპირველობა ფილოსოფოსი კაცისთვის მე მგონი. არა, გეთახმები ეს შენი აზრია, ლიზა და ეხლა მე ხო ჩემი აზრი მაქვს და შენი აზრი გაქვს და იმიტომაც რომ მე ვთვლიდი რომ ეს ესე იყო საჭიროდ და არ იყო ამაზე უფრო კარგად რო გითა დაფიქრება და უშუალოდ საჭირო და იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე გავაკეთე ეს და მე უკეთ ვიცი რას გავაკეთებდი და იმიტომაც იცი რა ალექსო, როდესაც შენ გამოდიხარ ეკრანზე, ხო და ეკრანიდან შენ რაღაცას გადაგებ, შენ ყოველთვის უნდა იფიქრო იმაზე, რას აკეთებ. ამაზე ვფიქრობ. ესე იგი ლექსო მთიულისთვის შეუფერებელი მთიული აღმოჩნდა, ვერც ერთმა ჟურნალისტმა ვერ შეძლო მისი პროვოკაციაზე წამოგება. ლექსო, ესე იგი, შენი ძალიან შვიდია როგორც პროვოკაციას არც აქვს, ოღონდ ძალიან საინტერესო ხდებიათ თემას. საინტერესო პასუხებს ვერ ვისმენთ უბრალოდ, კითხვები საინტერესო. კითხვები საინტერესო, პასუხები არა საინტერესო. ლექსენი? ნიკა. ნიკა დამბრუნდეთ. ლექსო, ესე იგი, შენი სიმღერები ტრიალებს მარტო მაესტროზე, ხო? იმიტომ რომ მე ვადევნებ სხვადასხვა მუსიკალურ გადაცემებს სხვადასხვა არხებზე და ნუ ახლა უკვე აღარ ტრიალებს, მანამდე ტრიალებდა. და ეს რისგან არის გამოწვეული მოთხოვნა არ იყოს სხვა არხებზე თუ შენ გადაწყვეტე რომ მარტო მაესტროს ეთერით დაკმაყოფილებული ყავ. პრინციპში ეს პროდიუსერის საქმეა და ეს აბსოლუტურად პროდიუსერმა გადაწყვეტა და მე რაც მეხება ერთგეთ რომ მე არანაირი სურვილი და ინტერესი არ მქონია და არც რაღაცა მოლოდინი აი კინო თუ სხვა ტელევიზიაზე იტრიალოს და ესე და ესე. აი ამ საკითხში არ ჩავრეული. მე მგონი ჯობია ბევრ სხვადასხვა არხებზე იყოს ვიდრე მარტო მაესტროს და დიდიტოს. მე ასე ვფიქრობ. მე მგონი ჩვენ აქ შევთანხმდებით ყველანი და ყველას იმის თქმა გვინდა შენს ტექსტებთან დაკავშირებით, რომ მაგისტრანტი ფილოსოფოსთან შედარებით, ანუ შენ ტექსტები არის ძალიან მარტივი. მოდიადე თავიმანდე გაერთე განთენებამდე, იყავი ის რაც ხარ ეს არის ძალიან მოძველებული რამ, უკვე ყველა მიცის რომ უნდა იყოს ის რაც არის და ნიღაბი არ უნდა ქონდეს გაკეთებული. ანუ ხო, სპრაიტი, რეკლამად არ ჩაგვეთქვა, ხო მე მგონი. ხო, ანუ რაიმე ისეთი არ შეგიძლია რაღაც ახალი მოვიფიქროთ, ამ ფილოსოფოსი ხარ, უამრავი რამ გაქვს წაკითხული, ხო? ეხლა დავიწყე მაშინ მეორე ალბომი და უფრო სერიოზულ ტექსტებს დავწერე. ხო, ტექსტები არის ძალიან მარტივი, ამიტომაც არიან შენი მსმენელები თინეიჯერები, რომელთაც საერთოდ არაფერი არ წაკითხული და არიციან, ხო, დაუშვათ. ისიც კი, ის მარტივიც კი არიციან და მათთვის ეს არის მისაღები. გავითვალისწინებ ამ შენიშვნას და უფრო სერიოზულ ტექსტებს დავწერ მომავალში. და ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ფრაზა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, ჩემი აზრით. გასაგებია, ლალის აქვს რაღაც შეკითხვა ამ კონტექსტში. თხოვნა მაქვს მასთან, ისეთი ლექსი წაიკითხოს, რომელსაც არასდროს არ გარებავს მას და ის იქნება ლექსი უბრალოდ. მას აქ ასეთი მე ვიცი. მით უმეტეს რომ 60-მდე ლექსი აქვს ლექსოს შექმნილი. რამდენი? 60-მდე. ხომ რა ვიცი რაც. მიდი ლექსო, მიდი. ნუ გერიდება, ნუ ხვანია. არა, თუ კი მეხსიერება არ მიღალატებს, რაღაცას ამოვაგდებ და. ფიქრობს ლექსო. აი ბოლოს რა დაწერე მაგას? ექსპრომტად რაიმე მოიფიქრე. მე სიზმრიდან, დერიდა სიცოცხლიდან დევნი და უცნაური დუმილი დაიბადა დღეიდან ღმერთის მოსვლა მონური აზრალდია მისული შენ ხარ აპოლონური მე კი დიონისური დრომ გინება ინება ფიქციური დინება ამ დაგლეჯილ სივრცეში ნერვის მანევრირება გულის იტყობს ამბობდა იყო მეტაფორები ზოგჯერ სითბო ჭარბობდა როგორც ყალბი ფორმებიც ის ქვეშ მონა ორი შექმნა მარტო კაცმა ჩემი მონაგონი მაშინდელი ჯვარცმა და დაბნეულ ფიქრებს ახსენდება დროა ხოლო ჩემი ნები დღეს დუმილის დროა ბერძნული მითოლოგია ყვარებია, ხო? აი ესე იგი, კიდევ ორი კითხვის საშუალება გაქვთ ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, ასე რომ ხატიას აქვს მე მგონი რაღაც შეკითხვა. ძალიან მოგვეწონა შენი ლექსოს, მიიღე კომპლიმენტი. და დაგეკითხა. როგორც ხოჭი ხო შემოქმედებითად შენი ტექსტებიდან გამომდინარე გამხილეს რაღაც სექსის პროპაგანდაში და შემოქმედებითად დიონისური ხარ მაგრამ როგორც გიყურებ პიროვნულად უფრო აპოლონურისკენ იხრები ხო შენ თვითონ როგორ ახასიათებ შენ თავს საწყისი დიონისურია თუ აპოლონური პრინციპში ჰარმონია არის აი ამ სინთეზში დიონისურის და აპოლონურის რა და ოქროს შუალედს წინარჩუნებს ლექსო მეგონი ორივე ისება აი ეს გავაკეთო რა ამ შემთხვევაში
ანუ აი თვითონ პიროვნულად არა როგორც რეპერი, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გახვალა ხა სტუდიიდან და გაისეირნება. ადამიანში რახან არის ეს ორი საწყისი? უბრალოდ არის რომ ზოგჯერ ერთი ჭარბობს მეორე და ორივე საჭიროა. ორივე საჭიროა უბრალოდ უნდა არეგულირო ძალიან ზომიერად ეს ორივე და მე აი ამას ვცდილობ რა ცხოვრებაში. ესე იგი უფრო ზომიერად თუ დაარეგულირებ სექსის პროპაგანდაში აღარ გამხერხ, ხო? ეცდები. საშა. მე ესეთი კითხვა მაქვს. ლექსო ფილოსოფოსი, ლექსენი რეპერი და ლექს კარატისტი ერთი და იგივე სახეა? კი. ანუ ეს იმიჯია თუ ეს არის ის რაც არის. არა, რაც ავარ ეს ავარ. აი ეს ლექსო მოკლე კითხვა მაქვს ესეთი რა, მანამ გადაცემა ნამდვილად. შენი ვიდეო კლიპების ვიდეო კასტის გამოშვებას ხო არ აპირებ? კიდე უნდა ვთქვა რომ არ მიფიქრია და სხვა რა რაც არ მიფიქრია როგორ გითხრა. რაც არ მიფიქრია როგორ გითხრა. გასაგებია და ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ მე ეს არის ლექსოს პირველი გამოჩენა ტელეეკრანებზე, მას შემდეგ რაც ორკვირიანი ბლოკადაა მისი კლიპებისა და მაინტერესებს ამ შემთხვევაში რადიო წამყვანების მხრიდან ერთი ინფორმაცია მინდა მოვიპოვო. ათეულებში თუ ხდება ლექსოს სიმღერა და აი ამ ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში თუ იკლო მისმა რაოდენობამ თქვენს რადიოების ათეულებში. ფორტუნას ეთერში ლექსო საერთოდ არ ტრიალებს და მის ფორმატს არ აკმაყოფილებს ჯერჯერობით ლექსოს შემოქმედება და ფორტუნა პლუს რაც შეეხება აგერ გვეტყვი. რეზოს გადავცე, იმიტომ რომ რეზოა ყველაზე კომპეტენტური და სხვათა შორის. სულ მამუკა ლონცვლა ვიძახით და მამუკას ნამდვილად ძალიან დიდი ღვაწლი აქვს შეტანილი პოპულარიზაციის, მაგრამ პირველად ლექსოს სიმღერები რეზო კაკულიამ გაუშვა რადიო ფორტუნა პლუსში და მოდით რეზოს აი სიმღერა გაბედა და არ თქვა ვარი, გავიდა ზუსტად რომ რადიო ფორტუნა პლუსის ეთერში გახიტდა და მე უკვე დაინახა მამუკამ და იფიქრა, ой, ეს кай ბიჭია, მე მოვიყვანო ერთი. რეზოს ბრალი. ანა ეს რეზო. ესე იგი ბოლოს ვიცი, მე ვიცი ბოლოს, მე დამხრეტე ყველაფერს გულისთვის. აი ეს იყო პირველიო ჩემზე იტყვი. მე ჯერ ვიტყვი რეზო ინტერნეტ რადიო სანეტის სახელით, რომ ინტერნეტში ძალიან მოთხოვნადია, მე ამას არ უარყოფ, მოდის წერილებით შემოდის. რატო არ არის ახალი სიმღერები ლექსენის ინტერნეტში? რატო არ გაუშვით რადიოში? ან ითხოვენ სიმღერებს და ის სიმღერები რაც არის რადიო სანეტის პლეილისტებში, ის ყოველთვის პირველად თუ ან პირველ ადგილებზეა, ან პირველ და ამ ორი კვირის განმავლობაში იკლო თუ იგივე დარჩა. მაგას კლებადობებს და იმას მე რამდენად ვიცი სხვა რადიო სადგურებზე შენი სიმღერები ტრიალებს? აი ეს ბოლო სიმღერები ახალი. არ ვიცი. მგონი არ ვიცი, მაგრამ ალბათ იმის გამო ფორტუნა პლუსის სახელით ილაპარაკე ვიძახი, იმიტომ რომ იმის გამო ალბათ რომ ტელევიზიით დაიბლოკა ეს პროტესტით რაც მოხდა, ხო? უფრო მეტად წამოვიდა მე მგონი ჩვენთან, იმიტომ რომ ხა სადღაცას ამ ადამიანის თაყვანისმცემას და ფანს ხო უნდა მოესმინა სიმღერები. ტელევიზიით ვერ ნახა და ბუნებრივია რომ რადიოში უფრო მეტად წამოვიდა. თხოვნებში და თუ ესე იგი მეხსიერება არ მღალატობს, აი ბოლო ორ შეაფაც უფრო მაღალ პოზიციაზე იყო ჩვენს ათეულში, ვიდრე წინა კვირას მივხვდი, ანუ ერთი კვირის განმავლობაში უფრო ზევით ავიდა სიმღერა, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, ვერ ჩარტეს მაესტრო არ არის, ჩარტეს ფორტუნა პლუსი არის. ეგრევე ჩარეკეს ლექსო გვინდა და ნუ რა თქმა უნდა სიმღერა წავიდა ზევით და ზევით. გასაგებია და ესე იგი თქვენ მამუკა ხონს უნდა გადავღოთ ფული ხო ამ შემთხვევაში. არა, ჩვენ ხო არა ჩვენ ბარტერი. და ბოლოს რამაც აქვს მე მგონი რაღაც შეკითხვა და მე უკვე ავიღე რომ არავინ არ დავიღალე. კარგი. და ეხლა მინდა პატარა ბლიც გამოკითხვა ჩავეტარო ძალიან მოკლედ თუ შეიძლება მიპასუხოთ ყველამ. რატომ არის ლექსენი პოპულარული და დავიწყოთ რეზო ბარემ მიკროფონი გიკეთია. ეს ტრადიციად გვაქვს ხოლმე ესეთი პატარა გამოკითხების ჩატარება და დავიწყოთ რეზოსგან. რატომ არის ლექსო პოპულარული მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ნუ არის ეხლა დღეს ეს კაცი პოპულარული და რატოა რა ვიცი რატოა არის. მოსწონს ალბათ ხალხს მის შემოქმედება. ხალხს მოსწონს ალბათ. ხატია. არა, მოსწონს ხალხს, ნუ მართლა ნიჭიერი ბიჭია, ფაქტია, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ლექსო კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ დოზით მიწოდებული, ლექსო იქნებოდა თუ ნოდარი. მაინც მიიღება ხალხი. ლექსომაც შეუწყო ბუნებრივია ხელი, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ გასაგებია დიდი დოზით მოგწონს. ლიზა მე ვთვლი რომ პირველ რიგში ლექსო მართლაც ნიჭიერი მომღერალი რა თქმა უნდა შეუწყო ხელი ამ პიარომაც, მაგრამ ნიჭიერი ავტორ-შემსრულებელია, თავად წერს სიმღერებს და რაღაც ძალიან დიდი ფაქტორია და მე სულ თვალწინ მიდგას რომ ერთხელ ჩავედი მეტროში და
მთელი რაღაც მე-10 კლასელების ერთი რაღაც ალბათ 30 ბავშვამდე მღეროდა ეს ხელები მაღლა და მაღლა. ანუ ახალგაზრდებისთვის ეს არის ჰიმნი. ანუ მეორე მეტროში აღარ ჩავყავ. მაგრამ ეკითხა ძალიან. რატომ ლიზა? რატომ? მოსწონთ ეს სიმღერები და მოსწონთ და იმიტომ ნინო. ხო, კარგი პრომოუშენი, რასაკვირველია კლიპი, 7 კლიპი, რომელიც გაკეთდა ერთ წელიწადში და რომელიც ტრიალებდა. მე მაგალითად ეს შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ, ხო, ყოველას თავის აზრზე, უბრალოდ ჩემ ძმაშვილს არ ვასმენინებ ამ სიმღერებს. იმიტომ რომ არ მომწონს, მაგრამ ვაღიარებ იმას, რომ ხარ ნიჭიერი და პოპულარული, ხო, ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. იმიტომ არა, აქ ნამდვილად არის მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი დავეთანხმები საშას. მარტივია და ადვილად დასამახსოვრებელი. საშა. მე თავისუფლებას მეშვილებს. მე ვიტყოდი ესე. საქართველოს ჭირდებოდა თავისი ემინემი და ლექსოს გამოჩნდა. ეს არის ჩემი აზრი. გასაგებია. ნიკა. სანამ ნიკა მიკროფონს აიჭერს. გამასმა დაისაკოთ რა მიკროფონი აღარ აწვდის არა. ხო, არა, მე ვიტყვი უბრალოდ ეს რაღაცას. კიდე გავიმეორებ რომ პარტიებს წემ ლექსენს როგორც ნიჭიერ მომღერალს და ზოგიერთი რეპერები გვარს არ დავასახელებ ეს ჯენტლმენი უდაჩის მუსიკაზე არ წერს სიმღერებს და კიდე რატომ არის ლექსო პოპულარული? რატომ არის პოპულარული არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ პოპულარულია. კარგი. ნიკა. და ვიცი რომ ნიჭიერია ძალიან, ალბათ მაგიტომ. მე ვფიქრობ რომ ლექსო ისეთ მუსიკას ქმნის, ხო, შეიძლება პრომოუშენმა შეუწყოთ, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ეს პრომოუშენი, ჩემი აზრით მაინც გახდებოდა პოპულარული. გასაგებია. ანუ ლექსოს ნიჭიერების გამო არის ის პოპულარული. რამას გადაეცა ლალის მიკროფონი? არა, მე ნამდვილად ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. ლექსო არის ნიჭიერი ადამიანი, ამაში არაერთხელ დავწმუნდი. ლექსო ნიჭიერი ადამიანი პლუს ნიჭიერი ადამიანი მამუკა ლონტი. ჯამში ქმნის პოპულარულ ლექსენს. გასაგებია. მოგეთ ყველაფერი გავარკვიეთ, ბლიც როგორ? თქვი, რატომ ხარ შენ პოპულარული ლექსო? ძალიან მოკლედ და კონკრეტულად. უბრალოდ მადლობა მინდა ამ ადამიანებს, გადავუხავთ და უთხრა რომ აი ეს ზოგი რაღაცას ხედავს ჩემში და ზოგი ნიჭიერებას ხედავს, ზოგი რაღაც შემდგომ სხვა რამეს. ანუ ჩემი ცუდის და კარგიც არის მათი ინტერესის საგანი. გასაგებია. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას თქვენ. მეც რაღაც დამრჩენია, დიდი მადლობა ლექსოს. ჩვენთან მოსვლისათვის დიდი მადლობა თქვენს, ჩემო ჟურნალისტებო, თქვენს მაყურებლებო, რომ გვიყურებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ მომავალ შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ჩვენი სტუმრები იქნებიან ხნის ჭამწერის სტუდიების წარმომადგენლები, ასე რომ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.